This conference will now be recorded. მოგესალმებით ყველას, ვინც მისმენთ და ჩართული ხართ დღეს ონლაინ რეჟიმში. ჩემი სახელია შორენა, გახლავართ მე Forever Living Product Georgia-ს უფროსი მენეჯერი და მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩვენი უნივერსალური მოდელის შესახებ, ანუ ჩვენი ბიზნეს მოდელის Forever-ის შესახებ. Forever ეს არის ინტერნეტ მაღაზია, რომელიც მუშაობს 160-ზე მეტ ქვეყანაში. ეს წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას. ყველა იცნობთ რა არის ისეთი პლატფორმებს, როგორიც Amazon-ი, Alibaba, AliExpress-ი და მრავალი სხვა, სადაც იყიდება სხვადასხვა კომპანიის, ანუ ბრენდების პროდუქცია. ამ საიტებზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია. ზუსტად იგივე არის Forever-ის სტილიც. განსხვავება ისაა, მხოლოდ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კუთვნილი საიტი, სადაც მხოლოდ ჩვენი ბრენდის პროდუქცია არის წარმოდგენილი და ეს მოიცავს 170 ქვეყანას. ანუ თქვენს წარმოდგენილ პროდუქციას აშიარებთ 160 ქვეყანაში, 170 ქვეყანაში უკაცრავად ოფიციალურად. ანუ ჩვენი წარმოების პროდუქციას ყიდით 170 ქვეყანაში. წარმოებელი გახლავთ ერთი კომპანია, ეს არის Forever Living Products კომპანია, შეუდარებელი, უმაღლესი რეპუტაციის მქონე 42 წლის განმავლობაში და მე გაგაცნობთ თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პლატფორმით. როგორ აწარმოოთ ეს ბიზნესი და როგორ მიიღოთ სარგებელი აქედან. პირველ რიგში თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეიძინოთ VIP ხარისხის პრემიუმ კლასის პროდუქცია საბითუმო ფასებში. ანუ იდულობთ საუკეთესო პროდუქციას გაცილებით იაფად, 5-ჯერ, 7-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე იმ ქიმიურ სინთეზურ პროდუქციას, რომელიც თაროებზე არის წარმოდგენილი უხვად და თანაც ძალიან დაბალი ხარისხისაა ამავე დროს. როგორ ვფიქრობთ, პროდუქციის შეძენის ეს გზა საინტერესო და აქტუალურია თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის დღესდღეობით? მე თვითონ ამ პროდუქციის მომხმარებელი გავხდი, რადგანაც გადავამოწმე ხარისხის სერტიფიკატების შემადგენლობა, კანონები და პირობები ამ კომპანიის, რამაც აღმაფრთოვანა და აგერ უკვე 13 წელია ვარ მომხმარებელი და არაფერზე არ ვცვლი ამ ხარისხს. თუმცა უпростоრად Forever-ამდე საკამაოდ ძვირადღირებული და ცნობილი ბრენდების მომხმარებელი ვიყავი, მაგრამ ხარისხების შედარებაც კი არ შეიძლება Forever-თან. და ფასიც, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება რომ ძვირი მოგეჩვენოთ ჩვენი ფასი. სწორი გაანალიზების შემდეგ დარწმუნდებით, რომ თითქმის 30-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე სინთეთიკური პროდუქცია, რომელიც ჩვეულებრივად მაღაზიებში იყიდება. ესაა სწორედ იმის მიზეზი, რომ 13 წელი ვარ ერთგული კლიენტი ამ კომპანიის ნაწარმის და ასე ალბათ გაგრძელდება კიდეც, რადგანაც ზუსტად ვიცი, როგორ მზადდება ეს ეკოპროდუქტი და რამდენნაირი კვლევა უტარდება სანამ გაყიდვაში გამოუშვებენ და სანამ ჩემამდე მოვა ეს პროდუქტი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კარგად გაერკვევით ამ ყველაფერში, თქვენც დაინტერესდებით და იგივეს გააკეთებთ და ნებისმიერი ადამიანი, თქვენი წრის ადამიანებიც ასევე დაინტერესებიან და ისარგებლებენ ამ ბრენდით. თავარია გაერკვეთ ამ ყველაფერში კარგად. და შემდეგი. წარმოიდგინეთ, რომ არა მარტო ამ უნიკალური პროდუქციის ფასდაკლებით შეძენის საშუალება გაქვთ, არამედ შეგიძლიათ გქონდეთ მოგებაც ამ პლატფორმის გამოყენებით. თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენი სამსახურის თუ საქმიანობის პარალელურად დღეში 2-3 საათი, თან თუნდაც 1-2 საათის დათმობით, ყოველგვარი რისკების გარეშე და თანაც ლეგალურად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ექსტრა $500-1000 თვეში. რა თქმა უნდა, ამაში დაგატრენინგებთ და გაგარკვეთ ყოველგვარი საზღაურის გარეშე, ესაა ჩვენი სტილი მუშაობის. რა თქმა უნდა, ეს შემოსავალი შეგიძლიათ გაზარდოთ 1, 2 ან $3000 და გაცილებით მეტითაც, როდესაც კარგად გაერკვევით ამ ყველაფერში. ეს შემოსავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და თქვენს აქტიურობაზე. რაც თავარია ხაზს უსვამ, ესაა ლეგალური და ავტომატურად ყველა საგადასახადო საკითხი და პროცენტი მიბმული არის ბრუნვაზე. და ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ სახლიდან გაუსვლელად, რაც ყველაზე საინტერესოა დღეს. თავარია გქონდეთ მობილური, კომპიუტერი და ინტერნეტი და ერთვებით ამ ბიზნესში ყოველგვარი ხარჯის და რისკის გარეშე. მხოლოდ
უნდა მიყვეთ ზუსტად და ნაბიჯ ჩვენ სისტემას, ჩვენი forever-ის მოქმედების სისტემას. ყველა სჭირდება დღეს დამატებით შემოსავალი. არავისთვის ზედმეტი არ იქნება ექსტრა თანხა. თავარია იცოდეთ, როგორ კეთდება ეს საქმე. ეს ბიზნეს მოდელი არის უნივერსალური თავისი პირობებით. რაც მდგომარეობს მისი უნივერსალურობა. პირველ რიგში იმაში, რომ ამის გაკეთება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, მაგალითად, მე ვარ სპარსულენსა და ლიტერატურის ფილოლოგი და არანაირი გამოცდილება არ ქონდა, არც გაყიდვების, არც მეწარმეობის და მეცაც გეტყვით, ყველაზე ძალიან ესფერო არ მომწონდა. შეიძლება ითქვას მეჯავშებოდა კიდეც. და საერთოდ არანაირი შეხება არ ქონდა მსგავს საქმიანობასთან. არასოდეს. მაგრამ ნახეთ. როდესაც რაღაც პროდუქცია მართლა მოგწონს, ამის შესახებ სხვებსაც ეუბნები. რადგან ვიცი, რომ მას ესჭირდება და გამოადგება ეს ინფორმაცია. ვინც არ უნდა იყოს ჩემსავით ფილოლოგი, დიასახლისი, ექიმი, ინჟინერი, პროფესორი თუ სტუდენტი, თუ დეკრეტში მყოფი, თუ პენსიონერი, თუ მეწარმე თუნდაც, თუ მაგალითად სალონის მფლობელი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. თქვენც იგივე საკეთებთ ყოველთვის. რაც ნამდვილად მოგწონთ იმ პროდუქციის შესახებ. სხვასაც ატყობინებთ, რომ ისარგებლონ და აქედან თქვენ არანაირი მოგება არ აქვთ. იმასაც ვხედავთ, მე მგონი, რა ხდება დღეს. ბიზნესის უმრავლესობა გაჩერდა. სტატისტიკით 50% არის დახურული და გაჩერებული. მეწარმეებმა დაკარგეს თავიანთი ბიზნესები. იცით რა ინდუსტრიები იქნება აქტიური? ყველაფერი, რაც კავშირშია ონლაინთან. ანუ რა გააგრძელებს აქტიურობას და მუშაობას? ის, რაც კავშირში არის ონლაინთან. ანუ ონლაინ კურსები, ონლაინ სწავლებები, ინტერნეტ მაღაზიები, ყველაფერი. და რაც თავარია ადამიანის ჯანმრთელობასთან და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან. ჩემი კომპანია, რომელიც მე 13 წელი დავირჩიე, ბიზნესი Forever-ი, დღეს არის ორივე თვალსაზრისით, ანუ ადამიანის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პროდუქციის მწარმოებელია, ეკოპროდუქციის მწარმოებელია და რა თქმა უნდა ონლაინ ჩვენ ასე ვართ 42 წლის განმავლობაში ონლაინ ელექტროსისტემა გვაქვს მოქმედების. მე გაგაცნობთ ამ ბიზნესის პრინციპებს, შესაძლებლობებს, რას ვთავაზობთ, თუ როგორ უნდა გაიზარდოთ, თუნდაც კრიზისში, როგორ ჩაუშვათ თქვენი ბიზნესი Forever-ი ნულიდან, როგორ გქონდეთ თვალინდელი დღის იმედი და მდგომარეობის მიუხედავად გაზარდოთ თქვენი შემოსავლები ამ ბიზნესში. პირადად მე ეს ბიზნესი დავიწყე ემიგრაციაში ყოფნის დროს 2007 წელს, პროფესიით, როგორც უკვე გითხარით, ვარ სპარსულენსა და ლიტერატურის ფილოლოგი. 2007 წლიდან ვარ კომპანიის მენეჯერი, დღეს კი ჩემი სტატუსი არის უფროსი მენეჯერი. ბიზნესს ვაწარმოებ 30-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ვცხოვრობ უკვე მე-3 წელია, ანუ რაც გავხსენით კომპანია და თვიური ბრუნვა საქართველოში ჩემი ბიზნესისა წარმოადგენს $35,000 თვეში. და არც კრიზისის დროს ეს არ გაჩერებულა. მინდა გითხრათ, არ შეფერხებულა. ამ მონაცემებს იმიტომ გაცნობთ, რომ ანუ თავი კი არ დავირეკლამო, არამედ დაგანახოთ ამ ბიზნესის შესაძლებლობები და ვინც გადაწყვეტ ამ ბიზნესის კეთებას, დაგეხმარებით წარმატების მიღწევაში და ძლიერი ბიზნესის შექმნაში. ამ საქმის კეთება, ამ ბიზნესის წარმოება შეუძლია ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანს. თუ დასაქმებული ხართ, ამ შემთხვევაში თქვენი საქმის პარალელურად. ჩვენ გვაქვს, როგორც უკვე გითხარით, კონკრეტული მუშაობის გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაყრდნობილი არის Forever-ის საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც წარმატებით მუშაობს თითქმის 150 ქვეყანაში და ამით ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, სხვადასხვა სოციუმის ადამიანები. ჩვენთან საქართველოში Forever-ი გაიხსნა 2017 წელს, 2017 წლის ნოემბერში, ოფიციალური წარმომადგენლობა ოფისი, სადაც გვაქვს მაღაზიაც, სადაც ვაწარმოებ ტრენინგებს და შეხვედრებს, მდებარეობს სიმონჩიკოვანის 11-ში, ანუ საბურთალოს რაიონში და 2 წლის განმავლობაში ჩემი გუნდიდან შედგა 7 მენეჯერი. მენეჯერს ვახსენებ, იმიტომ რომ ეს არის უსერიოზულესი ბიზნესის მქონე ადამიანი უკვე. ანუ მათი ბრუნვიდან მოგება, ანუ მათი ქსელის ბრუნვიდან მოგება წარმოადგენს 122%. ამიტომ აღვნიშნე, რომ საქართველოს ამ 2 წლის განმავლობაში 7 წარმატებული მენეჯერი ყავს გაზრდილი. და ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ ბიზნესს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს საერთოდ არის ყამირი მიწა, ეს არის თავისუფალი ბაზარი, რადგანაც ანუ Forever-ის თვალსაზრისით, რადგანაც მოსახლეობის თითქმის 1%-მა დაახლოებით იცის მხოლოდ ჯერჯერობით ამ კომპანიის და ამ პროდუქციის არსებობის შესახებ.
ანუ ვინც დაიწყებთ ამ ბიზნესს, სერიოზული წარმატების მიღწევა შეგიძლიათ, მთავარია კარგად გაეცნოთ და შეისწავლოთ პრინციპები და ჩვენი კომპანიის კონცეფცია. ანუ სისტემა თვითონ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივია, სხვათა შორის არ გაგიჭირდებათ შესწავლა. თქვენ მიემაგრებით გარდა ამისა, თქვენ სპონსორს, ვინც უშუალოდ მოგეხმარებათ ყველაფერში, მოგენიჭებათ თქვენი პრომო კოდი, რომელიც მოქმედი არის AMA 70 ქვეყანაში, ანუ როგორც დასაწყისში გითხარით, შეგიძლიათ გაყიდვები აწარმოოთ ამ პრომო კოდის საშუალებით 170 ქვეყანაში, ანუ თქვენი ბიზნესი განავრცოთ. უბრალოდ თქვენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა უნდა დაამყაროთ თქვენ სპონსორთან, ვინც მოგანიჭებთ ამ კოდს, რომ დადგეთ პროფესიონალები, რადგანაც პროფესიონალები ჩვენს ბიზნესში და საერთოდ ნებისმიერ საქმეში ძალიან სერიოზულ თანხებს გამოიმუშავებენ. ეხლა კი გადავიდეთ განხილვაზე, თუ რაში მდგომარეობს ამ ბიზნესის უნიკალურობა და განვიხილოთ კომპანიის პროდუქციას, ანუ თუ რას ვაწარმოებთ, ჩვენი ფინანსური გეგმა და შემდეგ თუ როგორ შეგიძლიათ ჩაუშვათ თქვენ ეს საქმიანობა თქვენთვის. კომპანია არის სტაბილური, სანდო, უნიკალური რეპუტაციის 42 წლის გამოცდილებით. ამას აღნიშნავ, იმიტომ რომ აუცილებელია თუნდაც 10-12 წლის მანძილზე იყოს წარმოდგენილი ეს ნებისმიერი კომპანია ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე, ანუ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც აპირებთ რომელიმე კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობას, ეს ასე ვთქვათ აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ გქონდეთ სანდოობა მის მიმართ და შეგეძლოთ თავისუფლად შვიდად, ასე ვთქვათ, აწარმოოთ ბიზნესი და იცოდეთ, რომ ამ კომპანიას არაფერი დაემუქრება, რადგანაც გავლილი აქვს ის მძიმე კონკურენციის ზოლი, ასე ვთქვათ. ეს არის უმსხვილესი მეურნეობის, ალოეს და ფუტკრის პროდუქციის მონოპოლიური კომპანია, რომელიც ფლობს საკუთრებაში ალოეს და ფუტკრის პლანტაციების 80%-ს დედამიწაზე. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ვიდეოს, თუ როგორ მზადდება ჩვენი პლანტაციებზე გადაღებული ვიდეო გახლავთ ეს. მე თან გაგიწევთ პატარა დიდობას, აგიხსნით ნიუანსებს. ეს უფრო კარგად გაგარკვევთ ჩვენი კომპანიის გრანდიოზულობაში. ანუ მინდა გითხრათ, რომ პლანტაციებს Forever-ი საკუთრებაში ფლობს 3 ქვეყანაში, ეს არის არიზონა, მექსიკა და დომინიკის რესპუბლიკა. კონკრეტულად ეს ვიდეო გადაღებული არის დომინიკის რესპუბლიკის პლანტაციებზე, რომელიც შესული არის გინესების რეკორდის წიგნში, როგორც ყველაზე დიდი პლანტაციები, ალოეს პლანტაციები მსოფლიოში. ალოეს მოყვანა და ზოგადად ალოეს კრეფა, ასე ვთქვათ, არის ძალიან ფაქიზი და სათუთი საქმე, აი როგორც ხედავთ. თითოეული ფოთოლი და მხოლოდ გარეთა ფოთლები ძალიან ფრთხილად იჭრება იმისთვის, რომ არ დაზიანდეს შიდა ფოთლები, ანუ შიდა ახალი ნორჩი ფოთლები და ის სასწრაფოდ აი ესე გროვდება და სასწრაფოდ გადაადგილდება ახლომდებარე ქარხნებში, ბჭყალებში დასამუშავებლად. ჩვენ ამ ქერქს, რა თქმა უნდა, არ ვიყენებთ, ერთადერთი კომპანია ვართ მსოფლიოში, რომელიც ნატურალურ ალოეს, აი ჩვენი პლანტაციები გაგიწმული უზარმაზარი. ანუ ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ნატურალურ, მხოლოდ ალოეს რბილობი არის მოთავსებული ქილებში, ასეთ პროდუქციას და ამ ქერქს, რომელსაც არ ვხმარობთ ჩვენ, ისევ პლანტაციაზე მიგვაქვს და სასუქის სახით იყრება. მინდა გითხრათ, რომ უნდა გაფრთხილდეთ იმაზე, რომ არ აგერიოთ ჩვენთვის ცნობილ სტალეტნიკში, ანუ 1000 წლოვანი თუ 100 წლოვანი, თქო არ ვიცი როგორ მოიხსენიება, ანუ ის რაც ძალიან გავრცელებულია დღესაც საქართველოში. და ზოგადად ესერეკეში ყველა მიცოდა ამის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან მოხმარებადი იყო ალოეს ეს ჯიში. მაგრამ ამ ალოეს ფოთოლში და თვითონ ტანში უпростоრედ რბილობშიც აღმოჩენილი არის ასეთი შემცველობა, აღმოჩენილი კი არა, არის ასეთი შემცველობა ალოინი, რომელიც თვითონ კანცეროგენია და ხშირ შემთხვევაში ექიმები, სხვათა შორის, უარს ამბობენ, პაციენტს უარს ეუბნებიან ალოეს მოხმარებაზე ამ მიზეზით სწორედ, რადგანაც გონიათ, რომ იმ ალოეს ეხება საქმე ამ ასლოვანს. ჩვენი ალოე ბარბადესის მილერ, ანუ შემოკლებით ალოე ვერა, ისტორიაში მოხსენებული არის როგორც ალოე ნამდვილი ალოე ასე ეძახიან, არის ერთადერთი თავისი უნიკალური თვისებებით, რაც მას ღმერთმა უბოძა და აქვს არაჩვეულებრივი სასარგებლო თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც
და სილამაზისთვისაც ეს არის ერთადერთი, რომელიც შეგიძლიათ თამამად, ერთადერთი ეს ჯიში, რომელიც შეგიძლიათ აბსოლუტურად თამამად მიიღოთ ორგანიზმში, ანუ შინაგანი მოხმარებისთვის და არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს. აი როგორ ეს ჟელე უკვე როგორ იფუთება და გადაადგილდება ალოეს უშუალოდ ქარხნებში, სადაც ეს იყო წინაპირობა გასუფთავების და შემდეგ გადაადგილდება ქარხანაში უკვე დასამზადებლად, ანუ ითქვიფება ეს ჟელე რბილობი და ამისგან მივიღებთ, ასე ვთქვათ, უკვე დასალევ წვენს. თუმცა ჩვენ მაშინ არაფერს არ ვამატებთ, არ ცხელდება 40 გრადუსზე მეტზე, რომ არ დაკარგოს ის თავისი სამკურნალო თვისებები, რაც ბუნებისგან აქვს საბოძები. თორე ჩვენ არ აღმოგვიჩენია ალოე 5 საუკუნეზე მეტია მოხმარებაშია მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ჩვენ უბრალოდ გვაქვს ექსკლუზიური მეთოდი, როგორ მოვათავსოთ ეს სასწაულმოქმედი მცენარე კილაში ისე, რომ არ განადგურდეს მასში რაც გითხარით ის სამკურნალო თვისებები და ის 200-ზე მეტი კვებითი კომპონენტი, რასაც შეიცავს ბუნები. აი ეს გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასის კილები, რომელიც ფაქტიურად უკვე ამოწურვადია, აღარ გამოდის, ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ჯერ კიდევ, უკვე ტეტრაპაკის ჩაფუთვით გამოდის, თუმცა ეს კილები არის აბსოლუტურად გადამუშავებადი, 100%-ით გადამუშავებადი, ცეცხლით თუ მოუკიდებთ, ერთ წვეთ ნარჩენსაც არ პოვებთ გარემოში. და ალოეს ინახავს რუდუნებით, ასე ვთქვათ, იმიტომ სამაგი ფენაა პლასტმასის. ეს აპარატურა, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, არის მილიონობით დოლარის ღირებულების მიქსერი, რომელიც წეგან ჩანდა, როგორ ითქვიფებოდა ალოეს ჟელე, რომ მიიღო უკვე წვენის ფორმა, ასე ვთქვათ, წვენის სახე. დაახლოებით 15 მილიონი დოლარი ღირს და რამდენიმე თვის წინ ახალი აპარატი შეიძინეს, ახალი მიქსერი, რომელშიც 1.500.000 გადაიხადეს. ანუ შევიძლიათ ამბავ თქვა, ეს არის 21 საუკუნის უმაღლესი წარმოება, რაც შეეფერება სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებს და თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებს. ეს არის ჩვენი საამაყო კბილის პასტა. შემდეგ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კვლევა მეცნიერულად და ლაბორატორიულად გადამოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ის ვარგისია მოხმარებისთვის, აგერ როგორც მიეკრა, შესაძლებელია უკვე მისი მოხმარებაში გაშვება და ასე შეფუთული გამზადებული უკვე პროდუქცია მიეწოდება, ეს არის ჩვენი კილომეტრებიანი საწყობები, რომელიც ქალაქის ზომისაა, მინდა გითხრათ, და ეს ყველაფერი ფორევერს აქვს საკუთრებაში. აქედან უკვე გადაადგილდება ჰოლანდიაში ჩვენს მთავარ ევროპის მომარაგებელ საწყობში, საიდანაც უკვე მარაგდება ნებისმიერი ევროპის ქვეყანა. რასაც ხედავთ ეკრანზე, ფორევერს აქვს ყველაფერი საკუთრებაში. იქნება პლანტაციები, იქნება ეს გადაზიდვის მექანიზმები და ტრანსპორტი, თვითმფრინავები. ერთი სიტყვით. ეს გახლდათ ჩვენს პლანტაციებზე გადაღებული არაჩვეულებრივი ვიდეო, რომელიც, როგორც არის ნათქვამი, ერთხელ ნანახი, ის ჩობია მილიონჯერ მოსმენილსო. წლიური ბრუნვა გვაქვს 3 მილიარდზე მეტი, დაიკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს წამყვან 10 კომპანიას შორის, ანუ ჩვენი კომპანია იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს წამყვან 10 კომპანიას შორის. ჩვენ ვართ ფინანსურად, მოდი ამასაც აღვნიშნავ, როგორც ხედავთ, შკალა სულ აღმავალია, ეს არის გლობალური მაჩვენებელი ბრუნვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია მოხმარებადია და მზარდია მომხმარებელი. ანუ თუ ისეთ რაღაცას აწარმოებ, რაც ადამიანს სჭირდება, ის არ იქნება მზარდი და რა თქმა უნდა არ იქნება მოხმარებადი. იქნება ძალიან დაბალი მაჩვენებელი ბრუნვის. როგორც ხედავთ, აბსოლუტურად აღმავალია, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყო არის. ეს გახლავთ ფინანსურად სტაბილური დავალიანების გარეშე, რაც ასევე ნიშნავს, რომ არ ვართ უпроსტოდ დამოკიდებული ინვესტიციებზე და ბირჟაზე მიმდინარე ცვლილებებზე. ეს არის იურიდიულად ლეგალური, გამჭვირვალე აუციო, მე მგონი, ცუდად ისმის, რადგანაც დამავის დაწევა.
რას ვამბობდი, იურიდიულად ლეგალური გამჭვირვალე საბუღალტრო ანგარიშები და სახაზინო გადასახადებით. ეს ნიუანსები არის ძალიან საამაყო და გასათვალისწინებელი, როდესაც ვაპირებთ რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობას. ანუ ეს რჩევები მე მგონი სამომავლოდაც გამოგადგებათ ზოგადად დასაქმდებით თუ არ დასაქმდებით Forever-ში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჩვენივე საკუთარი საქველმოქმედო ფონდი, შევაჩეროთ ჩიმშილი, რომელიც Forever-ი შექმნილია და მინდა გითხრათ, რომ შარშან შეიკუთა 5 მილიონი ულუფა და მიეწოდა დაახლოებით 72 ქვეყანას, რომელსაც სადაც მუდმივად აწარმოებს Forever-ი თავის ქველმოქმედებას. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, Forever-ის მეურვეობის ქვეშ მყოფი 72 ქვეყანა. გარდა ამისა, ჩვენი წარმატებული და მილიონერი თანამშრომლები, იმიტომ რომ Forever-ს საერთოდ ასეც მოიხსენიებენ, ეს არის მილიონრების გამზრდელი კომპანია, აქ მილიონრები იბადებიან და ეს უამრავი არის ასეთი ადამიანი. ეს ადამიანები თავისივე ინიციატივით, ვთქვათ, ზოგიერთმა გაიყვანა წყლის მომარაგების სისტემა სოფლებში, აფრიკის ქვეყნებზეა საუბარი, ანუ აი ამ გაჭირვებულ ქვეყნებზე, ვიღაცამ ააშენა, ვთქვათ, ერთ-ერთმა ააშენა აბსოლუტურად უფასო ბავშვთა საავადმყოფო, სადაც ყველაფერი ანალიზებიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული ყველაფერი არის უფასო. და ერთ სიტყვით, Forever ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყო ნიუანსია, ანუ ბიზნესი ბიზნესად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არიან გაჭირვებული ადამიანების ჩვენს გარშემო. ჩვენ ვართ ვერტიკალურად განვითარებადი მეურნეობის კომპანია, ანუ ყველა სტადიას პლანტაციიდან მოყოლებული პროდუქციის დამზადება, საწყობები, წყნარი ოკეანის ლაინერების აღანაც აღნიშნე თვითმფრინავები გადაზიდვისთვის, ეს ყველაფერი გვაქვს საკუთრებაში, რის საფუძველზეც 170 ქვეყანაში წარმატებით აწარმოებს Forever-ი ამ ბიზნესს. ასეთი კომპანიები, რომლებიც იწოდებიან ვერტიკალურად ინტეგრირებად კომპანიებად, არიან ძალიან ცოტა. სწორედ ამის გამოა ის ხელმისაწვდომი ფასები პროდუქციაზე და მეორე, რადგანაც ეს კომპანია თვითონ აწარმოებს ინდუსტრიას, აქვს საშუალება მოგცეს ის უმაღლესი ანაზღაურება და პროცენტები, რაც არც ერთ კომპანიას არ შეუძლია მსოფლიოში. მეცნიერული კვლევების საფუძველზე შექმნილი ნობელის პრემიის მქონე პროდუქცია, რომელსაც მუდმივად ხვეწავს და ძირითადად თვითოეული პროდუქტი თავის სეგმენტში ფლობს პირველ ადგილს მსოფლიო ბაზარზე. Forever-ს დაქირავებული ყავს 1700 მეცნიერი მუშაკი, რომელიც მუდმივად მუშაობს პროდუქციის ხარისხზე. პროდუქციას კი წლის განმავლობაში, როგორც ხედავთ სლაიდზეც, უტარდება 5 მილიონი მეცნიერული კვლევა, ცდა და 1,5 მილიონი უკაცრავად 5 მილიონი სახის ცდა და 1,5 მილიონი მეცნიერული კვლევა, 1,5 მილიონი სახეობის მეცნიერული კვლევა. ვაწარმოებთ ზოგადად 300-ზე მეტი სახეობის პროდუქციას, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისა და ხელახალი შესყიდვების საშუალებით წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის მყარ გარანტიას. Forever-ს ზოგადად ბიზნეს სტრატეგია თითქმის 50 წლის წინსწრებით აქვს შემუშავებული. უსწრებს შეიძლება ითქვას მოვლენებს, ისეთ პროდუქციას აწარმოებს, გათვლით 170 ქვეყანაში გვაქვს ოფიციალური წარმომადგენლობა და საკუთარი ოფისები, საიდანაც წარმოებს გაყიდვებით, გარდა ანუ ონლაინ გაყიდვებისა. ეხლა მოდით განვიხილოთ ჩვენი სერტიფიკატები, რომლებიც უფრო კარგად, ასე ვთქვათ, ნათელს მოფენს თუ რა ხარისხის პროდუქციაზე არის კონკრეტულად საუბარი. დერმატესტი მარცხნიდან მარჯვნივ ასე გავყვები და ორ-ორი სიტყვით აგიხსნით ყველა სერტიფიკატს. დერმატესტი, რომ ეს პროდუქცია არის ანტიალერგიული. ეს კი გახლავს ალოეს სამეცნიერო საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომ ჩვენი ალოე არის ძალიან სასარგებლო. ჩვენ ზოგადად ეს სერტიფიკატი პირველებმა ავიღეთ შექმნის კომპანიის ჩამოყალიბების წელს, როდესაც შეიქმნა ჩვენი დაარსდა, დაფუძნდა ჩვენი კომპანია და დღემდე პირველ ადგილს ვიკავებთ მსოფლიოში, როგორც ანუ ეს სერტიფიკატი ამას ადასტურებს, როგორც საუკეთესო ალოეს მწარმოებელი კომპანია. უნდა აღვნიშნო და ყოველთვის აღვნიშნავ და ეხლაც აღვნიშნავ რა თქმა უნდა ამას, რომ ალოე არის ერთადერთი მცენარე, რომელსაც შეუქმნეს სამეცნიერო საბჭო. ანუ არც ერთ მცენარეს, იქნება ეს გვირილა თუ იქნება ასკილი, მაგალითად, რაც ვიცით, რომ არის ძალიან სასარგებლო მცენარეები, არც ერთ მცენარეს და ხილს, ასე ვთქვათ, არ აქვს თავისი მსოფლიო სამეცნიერო საბჭო.
ეს ძალიან საამაყო ნიუანსი და სერტიფიკატია. NSF-ები, ეს მრგვალი, ლურჯი, ეს სერტიფიკატები ადასტურებს, რომ ერთი ადასტურებს იმას, რომ რაც აწერია ქილას რაოდენობები ინგრედიენტების, სწორედ იმ რაოდენობებით და კონკრეტულად იმ ინგრედიენტებს შეიცავს და მეორე NSF-ი კი ადასტურებს, რომ რაც არის წარმოდგენილი და აღნიშნული ინგრედიენტებში, მის გარდა სხვას არაფერს არ შეიცავს. მე მგონი ეს უკვე არის, ასე ვთქვათ, სანდოობას წარმოადგენს უკვე, რომ შეგიძლიათ ამ პროდუქციას თამამად ენდოთ და აარჩიოთ თქვენი სურვილით, რა სჭირდება თქვენს ორგანიზმს, თქვენი ოჯახის წევრებს, რომ იყოთ ჯანმრთელები. კოლნერი, ეს არის სპორტული კომიტეტის მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატი, რომ ჩვენი პროდუქტი არ არის დოპინგი და შეუძლიათ სპორტსმენებმა შეჯიბრების წინ თამამად მიიღონ და არ ამოაგდებს ანალიზში როგორც დოპინგს. ბაჭია კი ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ ცდებს ცხოველებზე. ეს სერტიფიკატი არა. ცხოველებზე ცდა, ცხოველებზე გამოცდა პროდუქციის, ცხოველებზე პროდუქციის გამოცდა ვალდებული არიან ვერ ვამბობ სწორად. ის კომპანიები არიან ვალდებული, რომ ჩაატარონ ცხოველებზე ცდა, რომლებსაც საწყის მასალაში აქვთ, ანუ რითიც აწარმოებენ თავის პროდუქციას იმ საწყის მასალაში, ან შემდეგში, ან საწყის მასალაში არსებობს რამე დამაზიანებელი და მავნებელი ნივთიერება, ან შემდეგში, როდესაც ემატება მას რამე ასეთი ინგრედიენტი. ისინი ვალდებულები არიან აწარმოონ ცხოველებზე ცდა. ჩვენ ალოეს როგორც საწყის ეტაპზე, როდესაც ის მიწაში არსებობს, ცოცხლობს, არ აქვს არანაირი მავნე ნივთიერება, როგორც გითხარით, ეს არის ყველაზე უნიკალური თავისი თვისებებით ჯიში ალოესი, ალოე ბარბადესის მილერ და შემდეგ მით უმეტეს ძალიან დიდი უგუნურობა იქნებოდა ამისთან ბრწყინვალე მცენარეში დაგვემატებინა რამე მავნებელი და გაგვეგუჭებინა მისი ხარისხი. ასე რომ ეს უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს ბაჭია. ნუ არის ვეგანი ეს პროდუქტი, გლუტენს არ შეიცავს, პარაბენს არ შეიცავს ჩვენი ჰიგიენის და სახისმოვლის საშუალებები. კოშერი, ეს არის ძალიან კაცრი სერტიფიკატი, რომელიც ითვალისწინებს მოითხოვს უпростоრედ კაცრ კონტროლს მოითხოვს პლანტაციიდან მოყოლებული სანამ ეს პროდუქტი ჩვენს ორგანიზმში მოხდება ყველა სტადიის კონტროლს სისუფთავეს და წარმოების შესახებ. ეს არის ძალიან კაცრი სერტიფიკატი. ჰალალი, ეს გახლავთ ამერიკის ისლამური საზოგადოების ორგანიზაციის დასტური, რომ შეუძლიათ ისლამის მიმდევრებს ამ პროდუქციის თამამად მოხმარება, რომ ეს პროდუქცია მათ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს და იგივე პრინციპით გაცემული არაბი ქვეყნების სერტიფიკატი. DSA, ეს გახლავთ, რომ ჩვენ ვართ პირდაპირი გაყიდვების კომპანია, ანუ რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მოუნდება პროდუქციის გასინჯვა, აქვს იმის საშუალებაც, რომ არათუ მხოლოდ საცალო-ფასში შეიძინოს პროდუქცია, არამედ შეიძინოს ფასდაკლებით და შეიძინოს პირდაპირ მწარმოებლისგან, რასაც ჩვენ თვითონაც ვაკეთებთ, ანუ ჩვენც ასე ვიძინთ და თქვენც ნებისმიერ ვინც დღეს პირველად ისვენთ ამ პრეზენტაციას, იგივე პირობები გექნებათ, შეგეძლებათ პირველივე ხელმა, ასე ვთქვათ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე პირდაპირ იძენთ წარმოებლისგან ამ პროდუქციას და ამიტომ გვაქვს ასეთი მომხიბლავი ფასები. გარდა ამისა, 170 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეზოლუცია პროდუქციის ვარგისიანობაზე და ეხლა გადავიდეთ ISO-ებზე. ISO 1725, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ლაბორატორიები, ეს არის მიღებული ლაბორატორიები საზოგადოებისთვის, რაც ითვალისწინებს ამ ლაბორატორიების აბსოლუტურ უვნებლობას, ანუ არანაირ ზიანს გარემოს არ აყენებს ეს ლაბორატორიები და არის პირდაპირ საცხოვრებელ პუნქტებში, შეიძლება ასე ითქვას, საცხოვრებელ ადგილებში ჩადგმული, ანუ ეს ლაბორატორიები არსებობს დასახლებულ პუნქტებში, რადგანაც აბსოლუტურად უსაფრთხო ლაბორატორიები არის. ეხლა ეს სამი სერტიფიკატი, ესეც ISO-ები გახლავთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ეტევა ერთ სლაიდზე, ესეც ნაწილი არის წარმოდგენილი სერტიფიკატებისა. თორე ჩვენ გაცილებით ბევრი სერტიფიკატი გვაქვს, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ და ამიტომ არის წარმოდგენილი ეს სერტიფიკატები. და ესენი გახლავთ ISO 9001, უпростоრედ ISO 14001 და ISO 45001, რომელიც აქ სამწუხაროდ დარჩენს. მინდა გითხრათ, რომ ეს სამი ISO არის, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც ეს სამივე ISO
აქვს. ანუ კომპანიებს აქვს ძირითადად აქედან ან ერთი, ან მეორე, ან მესამე. ჩვენ სამივეს მფლობელი ვართ. ეხლა აგიხსნით. ISO 9001 ეს არის ხარისხის მართვის სერტიფიკატი და ეს გახლავთ სამივე სერტიფიკატი და ზოგადად რასაც თქვენ ეკრანზე ხედავთ არის გლობალური საერთაშორისო დონის სერტიფიკატები. ISO 14001 ეს არის გარემოს დაცვის სერტიფიკატი და ISO 45001 ეს არის შრომის დაცვის და წარმოების უსაფრთხოების სერტიფიკატი. როგორც ხედავთ, აბსოლუტურად გარანტირებული, ანუ ყველა სტადიის მკაცრი კონტროლით მწარმოებელი კომპანია. იქნება ეს, ანუ აი თუნდაც ეს GMP, ესეც არის სხვათა შორის საქართველოში უკვე ითხოვენ და ძალიან მიხარია და წარმოვადგინე რომ ჩვენ ვართ ამ GMP-ის მფლობელები, რაც ითვალისწინებს ითხოვს უпростоრედ აკონტროლებს წარმოების ადგილის, გარემოს, ინსტრუმენტების, აღჭურვილობის, პერსონალის და ნედლეულის ხარისხს და სანდოობის ხარისხს. აი ესეთი არაჩვეულებრივი ხარისხის დონის სერტიფიკატი არის GMP და ძალიან მიხარია რომ საქართველოს დაანერგა უკვე და სთხოვს კომპანიებს ამ სერტიფიკატს, იმიტომ რომ არ ვიცი, საშინელი მდგომარეობა არის და თქვენც ძალიან კარგად იცით, რა ხარისხის პროდუქცია არის ზოგადად საქართველოში წარმოდგენილი, რაც იყიდება და ამან იმდენად გააფუჭა, ასე ვთქვათ, ნიადაგი და იმდენად შეუცვალა ხალხს ნდობა, რომ როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ჩვენ სერტიფიკატებზე და ხარისხებზე, ეჭვი ეპარებათ, რომ ამ ყველაფრის მფლობელები ვართ და საერთოდ ძალიან ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ ვაიმე არსებობს ასეთი კომპანია, რომელიც ასეთ პროდუქციას აწარმოებს და არსებობს ესეთი კომპანია, რომელსაც არ ვადაგასული და ასეთი კარგი ხარისხი შემოაქვს ჩვენთან, იმიტომ რომ ვიცით არსებობენ კომპანიები, რომლებიც ძალიან კარგ პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ უშვებენ ვადაგასულ ან უფრო დაბალი დონის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას დაწუნებულ პროდუქციას და ამას უბრალოდ ერწყმება მერე ის, იმიტომ რომ არ მოწმდება საქართველოში შემოსული პროდუქტი, უბრალოდ სააქციზო მარკა ერწყმება, მიეწებება და უშვებენ გაყიდვაში, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ასე რომ, აი ესეთი დიდი სიამაყით კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის ყველა ნიუანსი საამაყოა, რაც forever-ს ეხება ისეთი უნიკალური პროდუქტი თუ კომპანია არის, მაგრამ თქვენ ამ წუთას ვინც პირველად ისმენთ ამ ყველაფერს, მე მგონი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი სწორედ ეს სერტიფიკატები, რომელიც ადასტურებს ხარისხს, ადასტურებს სისუფთავეს და შეგიძლიათ ვიმეორებ. თამამად ანდოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების და თქვენი გარშემოყოფების ჯანმრთელობა ამ პროდუქციას. რადგანაც არის ხოლმე ესეთი მესმის მომისმენია უпростоრედ ისეთი ნიუანსიც, რომ არა მე ვერ დავლევ, მე შინია ვერ ვენდობი, აი წასასმეს, თქვათ, აი შემირჩია ისეთი რაღაცა, რაც მხოლოდ კანზე უნდა წავისვა, დალევით ვერ დავლევ. აი ეს არის სწორედ იმისი ნაშთი, რაც წლების განმავლობაში ხდება საქართველოში უხარისხო პროდუქციასთან დაკავშირებით. დავაგრძელეთ, რა პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენ ვაწარმოებთ, როგორც უკვე გითხარით, საუკეთესო პროდუქციას მსოფლიოში, თითოეულ პროდუქციას ვიმეორებ, თითოეულ პროდუქტს თავის სეგმენტში უკავია პირველი ადგილი მსოფლიოში და ამ პროდუქციით შეგიძლიათ შექმნათ ბიზნეს იმპერია. პროდუქციას ძალიან მოკლედ განვიხილავ დღეს, რადგანაც დღეს არ აქვს პროდუქციის განხილვის პრეზენტაცია, ეს არის ბიზნეს შესაძლებლობების პრეზენტაცია, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ მუდმივად ვატარებთ პროდუქციის ჩვენებას ონლაინ და შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურად ჩვენი პროდუქციის შედეგებს და ხარისხს. ხვალეთ, ორშაბათს გვაქვს პირადი ჰიგიენის და სახისმოვლის საშუალებების პრეზენტაცია 5 საათზე, რომელსაც შეგიძლიათ დაესწროთ ასევე უფასოდ და მოისმინოთ, გაეცნოთ ჩვენს უნიკალურ სახისმოვლის და სიბერის საწინააღმდეგო და ჰიგიენის პროდუქციას. ჩვენთან დასაქმებულები არიან ძალიან ბევრი ექიმები და პროფესორები და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები. არ გულისხმობ საქართველოში ცოტა სხვა პრინციპებით მოქმედებენ ჯერჯერობით, თუმცა უკვე ალაპარაკდნენ სუფთა დანამატები, სუფთა პროდუქცია, კვებითი დანამატები, უკვე ნელ-ნელა დაიწყო, ასე ვთქვათ, საქართველოს ამ თემის წინ წამოწევა. მე ვსაუბრობ საზღვარგარეთ, სადაც ძალიან აქტუალურად სერიოზულ რეკომენდაციას უწევენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები და ექიმები ამ პროდუქციას და შეგიძლიათ ეს ყველაფერი YouTube-ზე მოიძიოთ და მოისმინოთ მათი რეკომენდაციები, თუ როგორ ახასიათებენ და როგორ
მიმართულებებს აძლევენ თავის სფეროში თვითოეული წარმომადგენელი, ვინც საუბრობს. სწორედ ასეთი უნიკალური ხარისხის გამო სიამაყით სთავაზობთ ნებისმიერი რანგის ადამიანს ამ პროდუქტს, იქნება ეს პროფესორი თუ დიასახლისი. თამამად ქმნი ბიზნეს და არ გწხვენია ადამიანების დასაქმება ამ კომპანიაში. ეს პროდუქცია დაგეხმარებათ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე სანდო ბიზნესში შექმნათ. ეს პროდუქცია აქტუალურია დღესაც, 5 წლის მერეც და 10 წლის მერე უფრო აქტუალური იქნება, რადგანაც ადამიანის ორგანიზმი საკვებიდან იღებს მიკრო და მაკრო ელემენტების მხოლოდ 5-6% და საჭიროებს დანარჩენი 95%-ის შევსებას დანამატის სახით. მორჩა ის დრო, როდესაც ბაღჩიდან ვიღებდით რაღაცას და თავისუფლად ეს ერთი ხელის გადასმით შეგვეჭამა სიტყვაზე ვაშლი იქნებოდა თუ ნებისმიერი ბოსტნეული. წავიდა ეს დრო, დამთავრდა, დადგა ახალი ეპოქა, როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის გაფრთხილების თვალსაზრისითაც, რადგანაც დღევანდელი ადამიანის ორგანიზმი მოითხოვს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოითხოვს, უბრალოდ ენა არ აქვს, რომ ჩვენ ეს გვითხრას დანამატს იმისთვის, რომ მიიღოს არსებობისთვის აუცილებელი რესურსი, რადგანაც საკვებიდან ვიღებთ 0%, 5-6%, თითქმის 0%-ია. არაფერს არ აკეთებს ორგანიზმისთვის. ანუ როგორ შეიძლება ამ ხელა ორგანიზმა იარსებობს 5-6%-ის საფუძველზე, როდესაც მას სჭირდება 100%-იანი ძალა და შესაძლებლობები, რომელსაც არ ვიღებთ პროდუქციიდან. სხვათა შორის 95% ავადმყოფობებისა გამოწვეული არის უჯრედულ დონეზე მინერალების და მიკრო და მაკრო ელემენტების შიმშილით, ხოლო იმუნიტეტის უჯრედების 80% იმყოფება ნაწლავი, რომლის გასუფთავებაც მხოლოდ კონკრეტულ ალოე ვერას შეუძლია მხოლოდ. ალოეს მხოლოდ ამ ჯიშს ალოე ვერბადესის მილე, რომელსაც ვაწარმოებთ ჩვენ. ამიტომ ამ პროდუქციის აქტუალურობა ყოველ წელს დღითი დღე იზრდება. ჩვენს ალოეს არ ყავს ანალოგი, როგორც Forever Business პარტნიორი, ერთ-ერთი პროფესორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, შემინება რომ იყოსო, ძალით ჩავასხავდი ბავშვიდან დაწყებული, უფროსი დამთავრებული ნებისმიერი ასაკის ადამიანს ამ ალოეს და თანაც მთელი ცხოვრების მანძილზე გავაკეთებდი ამასო, რადგანაც არ იციან მათ თუ რა ფასი აქვს ამ ალოეს მათი ჯანმრთელობისთვისო. აი ესეთი უსერიოზულესი განაცხადი გააკეთა ამ ადამიანმა. თუმცა მე პროდუქციის სემინარზე, პრეზენტაციაზე აღნიშნე და ეხლაც აღნიშნავ, მხოლოდ სახელებს წარმოგიდგენთ და თუ გიდათ ჩაინიშნეთ, მოიძიეთ ინტერნეტში პროფესორი დადალი მაისეევი თუ რას საუბრობენ და როგორ რეკომენდაციას უწევენ ჩვენს კვებით დანამატებს და საერთოდ კვებით დანამატებს, რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ეხლა გავეცნოთ უშუალოდ პროდუქციას, რასაც ვაწარმოებთ და მე მგონი უკვე თქვენ თვითონაც მიხვდებით, რატომ არის აუცილებელი ამ პროდუქციის მოხმარება და რა პროდუქციის საფუძველზე შეგიძლიათ ააშენოთ ეს უნიკალური ბიზნესი 170 ქვეყანაში. ეს გახლავთ ჩვენი დედოფალი, ჩვენი შეუდარებელი ალოე ვერას ჟელე. ჟელეს ვამბობთ, იმიტომ რომ აქაც არის მითითებული გელ. ეს მხოლოდ ამ ბოთლს აწერია გელ. ვერც ერთ კილოზე ვერ ნახავთ ამ წარწერას. სტაბლის ალოე ვერა გელ, ანუ გადაუმუშავებელი ალოე ვერას ჟელე. ამიტომ რომ ამ კილოში მოთავსებული არის მხოლოდ ეს რბილობი, რაც წეგან ვიდეოში ნახეთ. ქერქი კი, როგორც გითხარით, უკვე პლანტაციაზე მიდის, როგორც სასუქი. ამ კილაში მოთავსებული არის 94% ალოე, ეს რბილობი და 6% დამატებული გვაქვს ნატურალური C ვიტამინი, ანუ კენკრიდან აღებული C ვიტამინი, იმისთვის რომ შეინახოს მასში არსებული ეს ნატურალური წვენი, რადგანაც ალოე ჯერ ისედაც ადვილად ლპობადია და მე ნატურალური თუ მას რაღაცით არ შევინახავთ, ის ვერ გაძლევს. თუმცა ამ კილებს 4 წელი აქვს მოხმარების ვადა, დაშტამპული აქვს ZV თავისი მოხმარების ვადები და შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ თამამად. ანუ ეს ალოე, როგორც უკვე გითხარით, არის 200 შეიცავს 200 სახის კვებით კომპონენტს ბუნებისგან, ჩვენ არაფერი, ჩვენ მხოლოდ C ვიტამინი გვაქვს ამაში დამატებული, დანარჩენი, როგორც გითხარით, ექსკლუზიური მეთოდით
ისეთი დამზადებული რომ შენარჩუნებული აქვს ყველა თავისი სამკურნალო თვისება, რაც მას ღმერთმა უბოძა. ზოგადად ინტერნეტში თუ აკრიფავთ ალოე ვერას, ნახავთ უძვირფასეს სიტყვებს. ალოე ნამდვილი, როგორც უნიკალური მცენარე, ალოე ვერა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ალოე ვერა უძლიერესი ანტიოქსიდანტი. აი ამ ფრაზებს წაიკითხავთ და რა თქმა უნდა უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ ინტერნეტიდან, როგორც არის წარმოდგენილი, როგორც მოიხსენიებენ ალოე ბარბადესის მილერ. ჩვენ უბრალოდ ის თავისი ყველა თვისების შენარჩუნებით, აი ესე თქვენს ხელთ შეგიძლიათ ეს, ანუ გთავაზოთ და შეგიძლიათ ეს მოიხმაროთ, რა თქმა უნდა, ფასდაკლებით, როგორც უკვე გითხარით. დანარჩენი ალოები, ну ზოგადად, ორი სიტყვით ვთქვათ, ასუფთავებს ნაწლავის კედლებს, რაც აღარ უკვე აღვნიშნე, წარმოქმნის ახალ უჯრედებს და არის უნიკალური დამხმარე კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის. აჯანსაღებს, აძლიერებს, იმიტომ რომ გამოდევნის ტოქსინებს და ზოგადად არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის, რადგანაც ახალ უჯრედებს წარმოქმნის და მათ რეგენერაციას უწყობს ხელს და ასუფთავებს ნაწლავს, აძლიერებს ამის გამო იმუნიტეტს და ადამიანი განსაკუთრებულად კარგად გრძნობს თავს, ანუ უკეთესად ვიდრე მანამდე. აი ეს არის საინტერესო და რაც დღე გადის, უკეთესად ხართ ვიდრე წინა დღეს. ანუ მეცნიერებმა მინდა გითხრათ, რომ დაამტკიცეს, რომ 7 წლის უწყვეტი მოხმარების შემთხვევაში, ალოეს წვენზე არის საუბარი, ალოეს ამ ჯიშზე არის საუბარი, ამ ადამიანის ბიოლოგიური საათი იწყებს უკუსვლას. აი ამას გულისხმობ, რომ დღითი დღე იგრძნობ თავს უკეთესად ვიდრე წინა დღეს. ამას იმიტომაც ვამბობ, ხშირად კითხულობენ, რამდენი ხანი უნდა მივიღოთ ალოე. რამდენი ხანიც გინდათ რომ იყოთ კარგად და იყოთ უკეთესად და უკეთესად, უფრო და უფრო უკეთესად, იმიტომ რომ ყოველ დღე უკეთესად იგრძნობ თავს. აი ეს არის ამ ალოეს საიდუმლო. დანარჩენი ქილები, რასაც ხედავთ, ეს 3 ქილა, იგივე ალოე არის, რაც ყვითელ ქილაში მოთავსებული, უბრალოდ დამატებული გვაქვს სხვა კიდევ უნიკალური მცენარეები და ხილი და ინგრედიენტები და მიმართულება არის აღებული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმის სისტემები, როგორც აი ამ ალოეში დამატებული არის ვაშლი და შტოში და მიმართულება არის დახმარებას უწევს შარდ-სასქესო სისტემას. თუ ინტერნეტში კიდევ ვიმეორებ, თუ არ იცით რა არის შტოში, ეს ასკილს გავს ძალიან, შეგიძლიათ ინტერნეტში აკრიფოთ შტოში, აკრიფოთ სასიკეთო თვისებები და პირველი რასაც წაიკითხავთ შტოშზე ინტერნეტში იქნება ეს შარდ-სასქესო სისტემის სიმსივნის ნომერი 1 დამარცხებელი. აი ესეთი არაჩვეულებრივი მცენარე გახლავთ შტოში. შემდეგ ქილაში კი დამატებული გვაქვს ალოეს კუბიკები, ანუ არის როგორც გათქვეფილი წვენი, ასევე ის ალოეს ჟელე, რაც ნახეთ წეღან დაჭრილი კუბიკებად და არის გაჟღენთილი ნატურალური აწმის წვენით. აწამიც არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი და ალოესთან ერთად ძვირფასეს საქმეს აკეთებს ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის, რადგანაც ეს უგემრიელესი წვენი არის და სპეციალურად შეიმუშავა ფორევერმა ეს წვენი, რომ ბავშვებმა უარი არ განაცხადონ ალოეს დალევაზე და ჰქონდეთ ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ჯანმრთელობისთვის, იქიდან იწყება ყველაფერი და ძლიერი იმუნიტეტი, რომელიც დღეს არის ნომერი 1 მედიცინაში. მე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსამდე ვამბობდი ხოლმე, რომ არის ასეთი სტატისტიკა, რომ იმუნიტეტი იქნება ნომერი 1, ანუ მედიცინაში ახალი ეპოქა დგება და იმუნიტეტი იქნება ნომერი 1, რასაც გააკეთებს, რასაც იზრუნებს მედიცინა, რომ გადაარჩინოს ადამიანი, იქიდან იწყება ყველაფერი. და აგერ ასე ვთქვათ, დიდად არ დამალოდეს ყველაზე აგერ ეხლახანს, ასე ვთქვათ, ყველაზე სერიოზული მტკიცებულება, ასე ვთქვათ, მოგვართვეს კორონავირუსის სახით, რომ იმუნიტეტი არის ნომერი 1 და რაც დრო გავა, ამიტომ იქნება ეს წვენები აქტუალური და არასოდეს არ გაუვა ვადა, ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის მოხმარებას, რადგანაც ეს არის ნომერი 1, რაც აძლიერებს იმუნიტეტს, იმიტომ რომ მხოლოდ ალოეს შეუძლია ნაწლავის კედლების გასუფთავება. აქედან გამომდინარე, ვერ შეცვლის ამ წვენს ვერაფერი დედამიწაზე. და შემდეგი ალოე ეს არის იგივე ალოეში დამატებული ხონდროიტის სულფატები, გლიკოზამის სულფატები, MSM და C ვიტამინი და მიმართულება არის ძვალ-სახსროვანი სისტემა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაფრინავენ ადამიანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვისაც ჰქონდათ 20-35 წლის სირთულეები, ძვალ-სახსროვან სისტემასთან დაკავშირებით და როგორ დაეხმარათ ეს ალოე, თუნდაც ზოგიერთი, აგერ ჩვენი თანამშრომელი ასისტენტ მენეჯერი ნათია ფრუიძე,
რომელსაც 30 წლის განმავლობაში ჰქონდა ეს პრობლემა და 10 დღეში ადამიანმა დაივიწყა რა არის ტკივილი, ქუსლებზეც კი დგას დღეს, მაშინ როდესაც როგორც მისგანვე ვიცი, სახლის გაყიდვას აპირებდნენ, რომ თურქეთში თითოეული მალის შეცვლას აპირებდა, რადგანაც სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა დარჩენილი. ერთი სიტყვით, აი ეს არის ჩვენი უნიკალური წვენები, რომელიც არის შეუდარებელი. მინდა გითხრათ, რომ მომიტევოს ელერმა, მაგრამ ძალიან გვაძავენ, აი ესეთი ფრიდომი მათაც შექმნეს. იმათაც ფრიდომი დაარქვეს, უბრალოდ forever-ი არ არის. ნუ ერთი სიტყვით, კარგს ყოველთვის ყავს მიმბაძველი. აი ესენი გახლავთ ის ქილები, რაზეც წეგან გესაუბრებოდით, რომ ტეტრაპაკის შეფუთვით არის გამოსული უკვე და როგორც მოიწურება ჩვენთან ამის მარაგი, პლასმასის ქილების უკვე შემოვა ასეთი ტეტრაპაკის შეფუთვით, იგივე აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა. გარდა ალოეს წვენებისა, ჩვენ ვაწარმოებთ პირადი ჰიგიენის პროდუქციას, რომელიც ასევე უნიკალური არის, რადგანაც ალოეს აქვს, რადგანაც გადაუმუშავებელია ალოე, აქვს უნარი გაიაროს 7-ვე შრე და სიტყვაზე ეს საპონი მართლაც რაც აქვს ალოეს თვისება, ანუ ალოეს აქვს გასუფთავების თვისება, იქნება მიკრობი, ბაქტერია თუ ასე შემდეგ, ცნობილი არის ალოე ამითი. მართლაც ამ როლს ასრულებს, იმიტომ რომ არის გადაუმუშავებელი და მასში არ არის დარღვეული აკემანანის ფორმულა. ეს არის სწორედ ის ინგრედიენტი, რაც ალოეს ცოცხალ ფოთოლში არსებობს და ადლევს საშუალებას ალოეს გაიაროს კანის ყველა შრე. ანუ ეს პროდუქცია შედარებასაც მოვიყვან პირადი ჰიგიენის პროდუქცია, ეს არის ის პროდუქცია, რომელსაც არასოდეს არ შეუწყდება მომხმარებელი. ანუ ადამიანი ყოველთვის მოიხმარს პირადი ჰიგიენის პროდუქციას ყოველ დღე და შეიძლება ითქვას დიდი რაოდენობით. ასე რომ, აი ამ ბიზნესით, თუნდაც მარტო ამ ხაზით რომ გადაწყვიტოთ მუშაობა პირადი ჰიგიენის პროდუქციით, დამიჯერეთ უსერიოზულეს ბიზნესს ააშენებთ, რადგანაც ეს არის ყველაზე ეკონომიური, როგორც უკვე გითხარით, 3-ჯერ, 5-ჯერ, 7-ჯერ უფრო იაფი, ზოგი პროდუქცია, რომ გადაიანგარიშოთ 30-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე სინთეთიკური პროდუქცია, რადგანაც არის ჰიპერშესქელებული, ეს რასაც ხედავთ, ჯერჯერობით, თორე ამის გარდა უამრავი მოვლის საშუალებები გვაქვს. ჰიგიენის საშუალებები გვაქვს, ეს რადგანაც არის ჰიპერშესქელებული, ძალიან ცოტა რაოდენობით, მინიმალური რაოდენობა არის საჭირო მოხმარებისთვის. სიტყვაზე აი ეს კბილის პასტა არის 300 გახეხვა, როგორც არის აქ აღნიშნული და არის ალოე და დინდგელი პიტნასთან ერთად. ანუ უნიკალური, შეგიძლიათ სპურზე წაისვათ და ჭამოთ, ისეთი ძვირფასია. და შემდეგი განყოფილება ასევე მეტად აქტუალური და თითქმის ყოველი მეორე რომ არის დაინტერესებული და ყოველი მეოთხე ჭარბიწონის მატარებელია. ეს არის წონის კონტროლის არაჩვეულებრივი უკონკურენტო პროდუქცია, პაკეტები, გამზადებული პროგრამები, რომელიც სოფლიო წამყვანი დიეტოლოგების მიერ არის შემუშავებული. ეს არის ჰარვარდის და კემბრიჯის და ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორ მუშაკები, ესენი არიან, როგორ გითხრათ, VIP კლასის მეცნიერ მუშაკები, რომლებმაც შეიმუშავეს ეს ფორმულები და ეს პროგრამები, თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზმის გასუფთავება და წონის კონტროლი ჯანსაღ ნიადაგზე, ჯანსაღი გზით და არა რაღაცა დიეტებით, რომელთაც ინგრევენ ფაქტიურად ჯანმრთელობას და შეიძლება ხდებიან, მაგრამ ვაიამ გახდომას ჯანმრთელობა აღარ უვარგათ. და თუმცა როგორც კი წყვეტენ იმ პროდუქციის მოხმარებას, თუ იმ რაღაცის კეთებას, რა ვიცი, რა პრინციპითაც იკლებენ წონას, მაშინვე 2 და 3 წონას კრეფენ. რატომ? იმიტომ რომ არ სუფთავდება მათი ნაწლავი, არ გამოიდევნება ორგანიზმიდან შხამები, რომელსაც ორგანიზმს აქვს ასეთი უნარი, რომ როდესაც შხამი შედის, ტოქსინი, რომელიც ყველა მხრიდან ჩვენს ორგანიზმში უხვად იჭრება, მას იცავს, უпростоრედ ბლოკავს, ასე ვთქვათ, ცხიმით. შემოახვევს მას მის დასაბლოკად უშვებს ცხიმს და ეს შხამები არის გარშემორტყმული ცხიმებით, ის რაც ორგანიზმს გააჩნია. ასე რომ, როდესაც გაიკეთებთ დეტოქსიკაციას, აი ამ არაჩვეულებრივი პროგრამით,
თქვენი ორგანიზმი როდესაც გამოიდევნება შხამები, მასთან მოხვება, მასზე შემოხვეული თქვენივე ცხიმები. ასე რომ, როდესაც გაჩერდებით, არათუ აკრეფავთ წონას, არამედ 1-2 კილოს კიდევ დაიკლებთ, იმიტომ რომ მოგვარდება ნივთიერებათა ცვლა, გააქტიურდება კუნთოვანი სისტემა, გასუფთავდება ნაწლავის კედლები და ამის ნიადაგზე თქვენი ორგანიზმი იმუშავებს ისე, როგორც ავალია, ანუ ისე, როგორც ჯანსაღი ორგანიზმი, იმ ცხიმების გადამუშავებას შეძლებს, იმ ნახშირწყლების გადამუშავებას შეძლებს, რასაც იღებთ სხვადასხვა პროდუქტიდან და ეს არ ჩაიკირება როგორც ცხიმები. ერთი სიტყვით, მე ამ პროდუქციას დღეს სამწუხაროდ ვერ განვიხილავთ, დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებ ამ რაჩვეულებრივ ჯადოსნურ ხუთზე, რომელიც წინა თვეში დავიწყეთ მე და ჩემმა გოგოებმა და მე დღესაც ვაგრძელებ და ამის წინ კი ვთქვი 107 იყო ჩემი მუცლის გარშემო წერილობა და დღეს მაქვს 102. ერთი თვეც არ არის გასული, რაც ამ პროგრამას ვაკეთებ და ვთქვი რომ ყოველთვის ესე ვიწყებდი და მხოლოდ 9 დღეს ვაკეთებდი, არ ვაგრძელებდი და ახლა ვთქვი უნდა დავდგე ჩემს წონაზე თქო და დღეს უკვე აგერ 102 92 სანტიმეტრზე ჩამოვიდა ჩემი მუცლის გარშემოწერილობა. წელის არა, მუცლის გარშემოწერილობა. როგორც ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ვთქვი 9 დღეში მქონდა 11 სანტიმეტრი კლება მუცელზე და მეთქი უფრო მეტი მინდოდა ასეთი კომენტარი გააკეთა, შენ ეს მათ კითხე ვინც სპორტ დარბაზებში იოფლებიან იმისთვის რომ თუნდაც 4 სანტიმეტრი მოიკლონ მუცელზეო და შენს 11 სანტიმეტრს 9 დღეში უფრო მეტად დააფასებო. ერთი სიტყვით. შემდეგი ხაზი, რასაც აწარმოებს Forever და როგორც გითხარით, ეს არის სამომავლო პროდუქცია, ეს არის მომავლის პროდუქცია, ეს არის კვებითი დანამატები, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო მაჩვენებელი უფრო დაბალია ბრუნვის ვიდრე დანარჩენი პროდუქციისა, მაგრამ დადგა ის დრო, როდესაც ის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს, რადგანაც ამის სტატისტიკაც არსებობს, რომ ყველაზე ბევრი 2-3 წელიწადში ადამიანი ორგანიზმი, რომელიც არ მოიხმარს კვებით დანამატებს, არ შეუწყობს თავის ორგანიზმს ხელს კვებითი დანამატებით, ის ორგანიზმი უბრალოდ ვერ შეძლებს არსებობას, რადგანაც არ ექნება საარსებო რესურსი. მე ეს უკვე გითხარით, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო კვებითი დანამატები სოფლიოში და თავის სეგმენტში თითოეული თავის სახეობაში იკავებს პირველ ადგილს, როგორც მაგალითად თევზის ქოინი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ არა მხოლოდ ალოეს ძირითადი მონოპოლური კომპანია ვართ, არამედ ფუტკრის პროდუქციისას. ეს არის მშრალი ყინვის მეთოდით დამზადებული დაპრესილი ნატურალური ფუტკრის პროდუქცია. ჩვენი ფუტკრები არიზონას შტატში ყავს, სადაც თვითმფრინავის გადაფრენაც აკრძალულია, თანამშრომლები ელექტრომანქანებით გადაადგილდებიან, რათა არ იყოს გამონაბოლქვი და დაცული ხართ 100%-იანი ეკოლოგიურად სუფთა დაპრესილი ნატურალური ფუტკრის პროდუქციით. ჩვენ ვაწარმოებთ 4 სახის თაფლი, ფუტკრის პროპოლისი, ანუ დინდგელი, ფუტკრის მტვერი და ფუტკრის რძე, ეს არის ჩვენი ფუტკრის პროდუქცია და შედარებას მოგიყვანთ ასეც. ეს არის ფუტკრის რძე, რომელიც არის ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც არის ტაბლეტების სახით წარმოდგენილი, რადგანაც გამოცლილი აქვს წყალი, ანუ ასეთი ტექნოლოგიით არის დამზადებული და ეს არის ტაბლეტის ფორმით, რომელსაც აქვს დამატებული ლაიმი და პორტოხალი გემოვნებისთვის არის უგემრიელესი გასაწუწნი ტაბლეტები და ეხლა ფასებს, რომელსაც ამდენი ხანია ვსაუბრობ, აღნიშნავ. ანუ ეს ფუტკრის რძე, რომელშიც არის 60 ტაბლეტი მოთავსებული კილაში, ერთი ტაბლეტი არის 250 მილიგრამი ფუტკრის რძე, 250 და არის მოთავსებული 60 ტაბლეტი, ანუ 60-ჯერ 250 გადაიანგარიშეთ, მისი ფასი კი გახლავთ სულ რაღაც 105 ლარი, მაშინ როდესაც 5 მილიგრამიანი შპრიცი, რომელშიც ასე ვთქვათ რძის სახით რძე იყიდება, ღირს სადღაც 20-30 ლარი. და რა თქმა უნდა, იქ არ არის დაცული ეკოლოგიურობა, სისუფთავე, ტექნოლოგიის სისუფთავე, თუნდაც გარემო, თუნდაც გადაადგილების და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით შედარება არ შეიძლება ამ ორ პროდუქტთან, თუმცა გლეხი, რა თქმა უნდა, რომ მწარმოებელი, ვინც თქვენ, ანუ ვინც ყიდის ამ ფუტკრის რძეს შპრიცით, ამას გულისხმობ, არ გატყოთ, როდესაც გეუბნებათ, რომ ეს არის სუფთა. კი, სუფთაა, იგულისხმება, რომ მაშინ არაფერი არ აქვს დამატებული, ისეთივეა, როგორიც აიღოს სკიდან, მაგრამ ის სკა არის ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე
ის რაშიც თავსდება შპრიცი იქნება თუ მისი ამოღების პროცესი თუ გადაადგილების პროცესი დაცულია, ეკოლოგიურობა დაცულია, სისუფთავე და გარდა ამისა შენახვის პირობები, აი არ ვიცი, ეს არის ძალიან რთული, ყოველ 3 დღეში უნდა უცვალოთ ყინულების შავი პარკები, რომ არ მოხდეს მისი ლპობა. თუ არ დაიცავთ ამ პირობებს მკაცრად, მაშინ ასეთი რძე, ანუ რძის სახით რძე, რაც შპრიცით იყიდება, კარგავს თავის თვისებებს, ასე რომ ის ფული, როგორც ხედავთ, გადაყრილია. ამიტომ მოვიყვანე ეს შედარება, რომ ასე ნათლად დაგანახოთ, რატომ გულისხმობდი, რომ ზოგი პროდუქტი 30 ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ეს ფუტკრის რძეს არ ეხება, ვიდრე დანარჩენი სინთეთიკური პროდუქცია, რაც არის წარმოდგენილი ბაზარზე. ერთსაც გეტყვით, პროპოლისი, ეს არის აბსოლუტურად სუფთა, ასევე მითითებულიც არის ქილებზე ყველგან, რომ ეს არის 100%-ით, არ ვიცი, ხედავთ თუ არა, გავადიდებ უпростоრეთ, რომ დაინახოთ. აი, 100%-ით ნატურალი, ანუ 100%-ით ნატურალური პროდუქტი. ამერიკელმა მეცნიერებმა დადეს კვლევა, რომ ფუტკრის დინდგელს აქვს 100%-იანი ბრძოლის უნარი, 100%-იან შედეგს დებს სიმსივნის და შიცის დაავადებების წინააღმდეგ. ასე რომ ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ, აუცილებელი პროდუქტი არის ეს, რომელიც ყოველდღიურობაში უნდა ჩართოთ, თუნდაც თავდაცვის მიზნით, რადგანაც არ ვართ დაცულები ამ გარემოში, ამ პროდუქტით, რითიც ვიკვებებით, რასაც ჭამთ, რასაც ვსვამთ, რასაც ვსუნთქავთ, ელექტროსაქონელი, რომელიც მუდმივად გვასხივებს, ერთი სიტყვით ეს არის აუცილებელი, რომ ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ მოხმარებაში. პროპოლისი იქნება კვებითი დანამატი ომეგა-3 თუ ალოე. ეს არის სასიცოცხლო, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია. აი ამ ყუთში კი წარმოდგენილი არის 5 ზუსტად სასიცოცხლო მნიშვნელობის უკონკურენტო პროდუქტი, რომელიც არავის არ აქვს სოფლიოში, მსგავსი, ანუ კონკურენციას ვერ გვიწევს ვერავინ ამ სეგმენტში. უყურეთ, ეს არის ალოე, რომელიც უკვე განვიხილეთ, თევზის კონი, რომელიც არის თევზის ტანიდან აღებული კონი და დამატებული გვაქვს E ვიტამინი, ამაში დაცული არის ის დღიური ნორმები, მჟავების ის დღიური ნორმები, რაც უნდა მიიღოს აუცილებლად, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის და აუცილებელია მათი მიღება ორგანიზმისთვის და სწორედ 100%-ით არის დაცული მისი ეს რაოდენობები. ეს კი გახლავთ, ამაში არის 120 კაფსულა მოთავსებული, ეს არის ძალიან პატარა კაფსულები, რომ ბავშვებმა ადვილად გადაყლაპონ, დიდები კი ანუ ორ ცალს სამჯერ ვიღებთ იმისთვის რომ სრული რაოდენობა 100%-ით შევისოთ ის რაოდენობა, რასაც ჩვენი ორგანიზმი ითხოვს. Daily ეს გახლავთ 55 ვიტამინის სახეობა წარმოდგენილი პრობიოტიკთან ერთად. ასეთი რამე მსოფლიოში არ აქვს არავის ვიტამინების კომპლექსი იყოს პრობიოტიკთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის უბრალოდ ვიტამინების კომპლექსი. ეს არის არაჩვეულებრივი თანაფარდობა მიკრო და მაკრო ელემენტებისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სიცოცხლისთვის, რომ ორგანიზმს ბრძოლის უნარიანობა ჰქონდეს და არანაირი დაავადება არ განვითარდეს ორგანიზმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი თავდაცვისთვის. მინდა გითხრათ, რომ YouTube-ზე თუ მოიძიებთ მასალებს, რუსეთის ექიმები ძალიან სერიოზულ რეკომენდაციას უწევენ, პირდაპირ უწევენ უბრალოდ რეკომენდაციას, როგორც ანტისიმსივნურ დანამატს. აი ესეთ პირდაპირ განაცხადებს აკეთებენ. და ჩვენი პრობიოტიკები, რომელიც ასევე ერთადერთია მსოფლიოში, პირველი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პრობიოტიკი მსოფლიოში, რომელსაც მეცნიერული კვლევის ნიადაგზე არის მიღებული და ჩატარებული აქვს შემდგომშიც მეცნიერული კვლევები, არც ერთ პრობიოტიკს, რაც არის წარმოდგენილი აფთიაქში, არ აქვს მეცნიერული კვლევა ჩატარებული, ისინი მხოლოდ კლინიკური კვლევების საფუძველზე არის მიღებული. და გარდა ამისა, ეს გახლავთ 100%-ით ვეგანი პროდუქტი, ანუ ვეგეტარიანული კი არა, ვეგანი პროდუქტი. აი ეს ცელულოზაც, რაშიც კაფსულა, რაშიც არის ჩაყრილი ეს მოთავსებული, უბრალოდ ეს ცოცხალი ბაქტერიები არის ვეგანი. ასე რომ შეგიძლიათ თამამად
მისცეთ თუ გინდათ ნახოთ სასწაულები კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, აი ეს ალოე და პრობიოტიკი მოსინჯეთ გინდათ თქვენ და გინდათ თქვენი შვილებისთვის და ნახავთ როგორ განთავისუფლდებით იქნება ჭიებისგან, იქნება ანუ პარაზიტები, მიკრობები, ჯანსაღი მიკროფლორა, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი დაბალანსებული და უძლიერესი იმუნიტეტი. არ ვიცი რა, ამას იმდენი ნიუანსი აქვს, აქ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, ახლა უბრალოდ ის აღუნიშნე, რასაც ვფიქრობ, რომ ყველას აინტერესებს. და ბოლოსთვის მოვიტოვე ჩვენი ორი ნობელის პრემიის მფლობელი, არაჩვეულებრივი, უნიკალური არგინინის ამინომჟავის დანამატი, რომელიც არის უგემრიელესი, რადგანაც ეს არის გაჯერებული აი ამ კენკრით, რომელიც არის უძვირფასესი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მისი როლი კი არის რა? ორგანოებს ამარაგებს სისხლის სწორი რაოდენობით და უჯრედებს ამარაგებს ჟანგბადით. აი ეს არის, არ ვიცი, ზე ქმედება, რაც შეიძლება რამემ გააკეთოს ორგანიზმში. და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ სულ უჯრედები ვართ, მე მგონი ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ პროდუქტის ყოველდღიურობაში ჩართვა. კი, შეიძლება ახლა ფიქრობთ, რომ ვაიმე, როგორ ყველაფერზე ყოველდღიურობას ახსენებ და რამდენი რამე უნდა დავლიოთ, მაგრამ რა ვქნათ, ჩემო ვერ ვიღებთ ვერაფერს საკვებიდან. თავები არ მოიტყუოთ, რომ იკვებებით სწორად. ვერ იკვებებით სწორად და რაც არ უნდა გააკეთოთ, ვერ გამოიკვებება ვერც ერთი ადამიანი დღეს სწორად, თუ კი დანამატებს არ მიაშველებს ორგანიზმს. ამაზე საუბრობენ მსოფლიოში წამყვანი დიეტოლოგები, ონკოლოგები, თერაპევტები, პროფესორები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, რომ დღეს აუცილებელია კვებითი დანამატების მიღება. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ სწორი და ხარისხიანი და არა უხარისხო და კვლევების არ მქონე პროდუქცია. და ჩვენი ბოლო ხაზი, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნოა და ძალიან მოგწონს ქალებს და შეიძლება ითქვას, რომ კვების დანამატებზე წინ ვაყენებთ და სიცოცხლეზე წინ ვაყენებთ, ეს არის ჩვენი სახისმოვლის საშუალებები. აქ მოყვანილი მაქვს მაგალითად კლეოპატრა და ნეფერტიტი, ეს არის ამონარიდი, ჩემივე გაკეთებული არის, მე თვითონ ამოვიღე ვიკიპედიიდან და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, შემოკარგებო, რომ ეს არის ვიკიპედიის ნაწილი, რომ კლეოპატრა და ნეფერტიტი კლეოპატრა კონკრეტულად ალოეს აბაზანებს იღებდა და მისი სილამაზე ის არაჩვეულებრივი კანირითიც იყო ცნობილი, სწორედ ამ ალოეს დამსახურებით ჰქონდა. საერთოდ ალოეს შესახებ მონაცემები შუმერების ტაბლეტებზე არის ყველაზე ძველი, რაც არის აღმოჩენილი და მოიცავს 2500 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. წარმოიდგინეთ, რამდენი წლისკირა და საუკუნის გამოცდილება აქვს ალოეს როგორც მედიცინაში, ასევე სახისმოვლის სილამაზის საშუალებებში. ეს კი გახლავთ ჩვენი სახისმოვლის ნაწილი, საშუალებების, კრემების, რომელსაც აქვს Beauty Award-ის დასტური, კი არა და გამარჯვებული არის უმრავლესი ჩვენი პროდუქტი. ეს არის Beauty Awards, ეს არის ლონდონში მიმდინარე კონკურსი, რომელიც ყოველ წელს იმართება და წარმოდგენილი არის ყოველ წელს იმ წლის ახალი პროდუქტი და როგორც ხედავთ, ჩვენი პროდუქციის უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ყველა არ არის წარმოდგენილი, არის ამ კონკურსის გამარჯვებული პროდუქცია. წეღან აღვნიშნე, მაგრამ კიდევ შეგახსენებთ. ჩვენი სახისმოვლის საშუალებები, რასაც აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენი ალოე არ არის გადამუშავებული და არ არის მასში დაღრღაული აკემანანის ფორმულა, რომელიც კანის 7-ვე შრეს გადის და თითქმის სისხლამდე აღწევს, ამიტომ იწყებს მის აშენებას და მის გაახალგაზრდებას ნამდვილად, ნაოჭის გასწორებას ნამდვილად, იმ ჯანსაღფერს ნამდვილად უბრუნებს კანს, რადგანაც ალოე წარმოქმნის ახალ უჯრედებს და ამას აკეთებს ძალიან ღრმად ამ 7-ვე შრის გავლით, რასაც აკეთებს აკემანანის დახმარებით. აი ეს მინდოდა უბრალოდ აღნიშნა, რომ უფრო სწორი
უფრო სრულყოფილი წარმოდგენა გქონოდათ, რატომ არის ეს ნიღაბი ბიოცელულოზის უფრო ხელსაყრელი იყიდოთ, რომელიც მხოლოდ 150 ლარი ღირს და 5 პროცედურა დევს, ასე ვთქვათ, აი ეს 5 ცალი, ეს არის ერთჯერადი სალფეტკი, რომელიც ხელსახოცი, რომელიც შეგიძლიათ სახეზე და შეგიძლიათ კი არა სახეზე ვიფენთ და ამაში იმდენი ჰიალურონის მჟავა და ალოე რჩება, შიგნით ნატურალური, რომ შეგიძლიათ დეკოლტეზე, ყელზე, მკლავებზე, ფეხებზე, სადაც გააქვთ პრობლემა, სადაც გინდათ რევიტალიზაციის გაკეთება, წაისვათ ეს წვენი და კანი შეიწოვს და გაახალგაზრდდება ნამდვილად. ასევე არის ყველა დანარჩენი პროდუქტი, ვინც მოგიწვიათ დღეს ამ პრეზენტაციაზე, შეგიძლიათ მათთან პატარა კონსულტაცია გაიაროთ, თუ რისი მოგვარება გჭირდებათ, რა გჭირდება თქვენს კანს და კონკრეტულად შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის არაჩვეულებრივ პროდუქციას ეს ადამიანი დამიჯერეთ და ძალიან კმაყოფილი დარჩებით. ეს კი გახლავთ ტოპ 10 პროდუქციის მოხმარების მიზნით, თვალსაზრისით უпростоრედ, ვინც უпростоრედ 10 ქვეყანა, ვინც არიან პირველ 10-ში. და როგორც ხედავთ, პირველ ადგილზე არის უბრძენესი ერი ქვეყანა, ეს არის იაპონია, რომელიც არ ვიცი, რამდენიმე საუკუნით არის საერთოდ გასული ზონიდან და სადღაც არ ვიცი, რამდენად წინ არიან მთელ სამყაროსთან შედარებით. მინდა გითხრათ, რომ იაპონიას დადებული აქვს ხელშეკრულება Forever-თან და მხოლოდ იაპონიისთვის მზადდებოდა 3 ლიტრიანი კილები ალოესი, ანუ 2 ატომური ბომბის აფეთქების შედეგად რაც ჰქონდათ ანომალიები და ის გადმონაშთები, შეიმუშავა იაპონიის სახელმწიფომ ასეთი პროგრამა, რომ დაბადებიდან 7 წლამდე ბავშვს უზრუნველყოფდა ალოეს წვენით, ბავშვის ვიტამინები და პროპოლისით საჩუქრად. და ამის ნიადაგზე მინდა გითხრათ, რომ დღეს მათ გამოსწორებული აქვთ აბსოლუტურად აღარ არსებობს არანაირი მათი ეს პრობლემები, რაც ჰქონდათ ატომური ბომბის აფეთქების შედეგად და მინდა გითხრათ, რომ იაპონიის 98% მოსახლეობის 98% არის კვებითი დანამატების მომხმარებელი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რა როლი აკისრია დანამატის მოხმარებას. ერთ ინფორმაციასაც გეტყვით. იაპონიაში სამსახურში შეუძლებელია დასაქმება, თუ კი ეს ადამიანი არ იღებს კვებით დანამატებს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანი, ეს ორგანიზმი იქნება ავადმყოფი, თუ კი არ იღებს კვებით დანამატებს. შეგიძლიათ ეს ინფორმაციები გადაამოწმოთ ინტერნეტში. ეხლა კი გავეცნოთ ჩვენს ბიზნეს გეგმას, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი ამ მოდელი, Forever-ის ბიზნეს მოდელით, ბიზნესის წარმოება და როგორ შეგიძლიათ გაავრცოთ ეს ბიზნესი, ანუ რა მოგებები გექნებათ და როგორ შეგიძლიათ გაავრცოთ ეს ბიზნესი ამ 170 ქვეყანაში. ეს გახლავთ პროდუქციის მიწოდების კლასიკური გზა, ანუ როდესაც მეურნე აწარმოებს რაღაცის მეურნეობას და სანამ ხდება მერე მისგან პროდუქციის წარმოება და სანამ მომხმარებლამდე მივა, როგორც ხედავთ, რამდენ ხელს გაივლის და რამდენი შუამავალი იღებს მონაწილეობას, რის გამოც, ანუ იღებს მონაწილეობას პროდუქციის მიწოდებაზე მომხმარებლამდე. ამის გამო არის სწორედ, რომ აი ეს თანხა, ფასი პროდუქციის, რომელიც საწყის ეტაპზე შეიძლება ყოფილიყო 1 ევრო, მაგალითად, მომხმარებელი მას უკვე იძენს 500 ევროთ. რატომ? იმიტომ რომ ამ შუამავლებმა თავისი ანაზღაურება უნდა აიღონ თავისი გაწეული სამსახურის გამო. რა გააკეთა Forever-მა? Forever-მა, როგორც გითხარით, ჩვენი კომპანია ეს არის პირდაპირი გაყიდვების კომპანია, ანუ თქვენ, ვინც დასაქმდებით, პირველივე ხელი ყოველგვარი შუამავლის გარეშე იძენთ პროდუქციას პირველივე დღიდან 15%-იანი ფასდაკლებით. და როგორც მე, როგორც ჩემი ყველა დანარჩენი თანამშრომელი და ფაქტურად მომხმარებელი, დიდი სიყვარულით გაუწევთ მე ამ პროდუქციას რეკომენდაციას, იმიტომ რომ გამორიცხულია სხვა გზა, რომ ეს პროდუქცია არ შეგიყვარდეთ, ისეთი ხარისხის არის, მეგონი დარწმუნდით უკვე ამაში თეორიულად, პრაქტიკულად თქვენზეა დამოკიდებული, როდის დარწმუნდებით ამაში, ანუ როდის მოიხმართ. ერთი სიტყვით იძენთ პროდუქციას 15%-იანი ფასდაკლებით, როდესაც გადაწყვიტავთ ბიზნესის წარმოებას უკვე, თქვენ მოგენიჭებათ 35%-იანი ფასდაკლება და გააქვთ უკვე უფლება აწარმოოთ ბიზნესი. ანუ გაუწიოთ რეკომენდაცია თქვენთვის საყვარელ პროდუქციას, ის რაც მართლა გიყვართ, ის რასაც მართლა ძალიან დიდ პატივს სცემთ, შესთავაზოთ თქვენს გარშემო ადამიანებს, რომ მოიხმარონ და მათაც
გაიუმჯობესონ თავისი ჯანმრთელობა, თავისი სილამაზე ან თავისი ჯიბის ჯანმრთელობა და ანუ დასაქმდნენ. ერთი სიტყვით, რა ხდება თქვენ წრეში ამ დროს? თქვენი წრე გაიყოფა ორ ნაწილად. თქვენ გეყოლებათ საცალოს მომხმარებლები, რომელსაც არ ენდომებათ ამ პრომოკოდის შეძენა, რადგანაც ანუ ამ პრომოკოდის ქონა, რადგანაც ჯერ კიდევ ეშინიათ სხვადასხვა კომპანიების გამო რაღაცა კოდის გაგონებაზე, რაღაც წინააღმდეგობაში მოდიან და ამიტომ გეუბნება რომ თქვენ თვითონ არ მინდა მე კოდი შენ მომიტანე და ეს იქნება შენი საცალოს მომხმარებელი, ანუ ვისთანაც შენ უშუალოდ აწარმოებ საცალოს გაყიდვებს და მეორე ადამიანი, ვისაც უფრო გახსნილი აზროვნება აქვს, ასე ვთქვათ, ვისაც არ ეშინია ამ პრომოკოდების, კარგად არის განათლებული და იცის რომ 21 საუკუნის ყველაზე წარმატებული ბიზნესი ეს არის ქსელური კომპანიები და ნახა რომ ანუ აღიქვა კარგად რომ ეს კომპანია არის არაჩვეულებრივი პროდუქციის მწარმოებელი და ამ საამაყო პროდუქციით შეუძლია უსერიოზულესი ბიზნესი შექმნას, მართლა ბიზნეს იმპერია შექმნას და იწყებს თქვენთან თანამშრომლობას და ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, იგივე პრინციპებით, იგივე უფლებებით სარგებლობს, როგორზეც რითიც სარგებლობდით თქვენ საწყის აი ამ საწყის ეტაპზე, ანუ 15%-იანი ფასდაკლებით იძენს პროდუქციას და თქვენთან რა ხდება ამ შემთხვევაში? საცალოს მომხმარებლებიდან თქვენ გექნებათ თითოეული მათგანი საცალოს მომხმარებლიდან მოგება გექნებათ 20-დან 33%-მდე და მინდა გითხრათ რომ Forever ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ასეთ უნიკალურ პროცენტებს უხდის თანამშრომელს, ანუ 3%-ზე მეტ საერთი კომპანია არ აძლევს თავის თანამშრომელს მოგებას. ჩვენთან პირველივე ეტაპზე, საწყის ეტაპზევე 20% გაქვთ მოგება საცალოს მომხმარებლიდან, ხოლო გუნდიდან არის 3-დან 122%-მდე მოგებები. ანუ რა მინდა გითხრათ, 3-დან 122-მდე და 20-დან 33-მდე არ ნიშნავს რომ რაღაცა არამყარია. ეს არის საფეხურების მიხედვით, ანუ გვაქვს 4 საფეხური და ამიტომ არის აქ 3 და იზრდება მე 122-მდე და აქ არის 20 პირველ საფეხურზე და 33 მეოთხე, ანუ მენეჯერის საფეხურზე, როდესაც მენეჯერის სტატუსის მქონე ადამიანებს საცალოს მომხმარებლიდან აქვს 33% მოგება. ამას იმიტომ აღნიშნავ, რომ არ იფიქროთ, რომ რამე სათუოა ან რაღაცა არამყარია. არა, კონკრეტული პროცენტები არსებობს და შეგიძლიათ ეს კონკრეტულად გაგაცნობთ ის ადამიანი ამ უფრო დაწვრილებით თვითოეულ საფეხურზე რა პროცენტები არის. რა ხდება ამის შემდეგ? თქვენი გუნდის წევრი, რომელსაც უნდა ამ არაჩვეულებრივი ბიზნესის წარმოება, აკეთებს იგივეს, რასაც აკეთებთ თქვენ, რასაც ვაკეთებ მე, ანუ აკეთებს რას? ხდება ამ პროდუქციის მომხმარება და რადგანაც მართლა უყვარდება ეს პროდუქცია და მართლა აღფრთოვანებული რჩება, თუ რამდენად მრავალფეროვანია ერთი პროდუქტი კი ამას უწევს ძალიან დიდი სიყვარული და მონდომებით რეკომენდაციას და ისიც იგივე იძენს გუნდის წევრს, ანუ ასაქმებს ადამიანებს, ვისაც უნდათ შემოსავლები და საცალოს მომხმარებელს, ვისთანაც აწარმოებს საცალოს გაყიდვებს. რას მოგვიტანს ეს? რას მოგვიტანს და აი ამას, ეს კომპანია, ეს ბიზნესი არის კოპირებადი ბიზნესი, ანუ რასაც აკეთებთ, იმას აკოპირებენ თქვენი თანამშრომელი და საერთოდ აქ ყველა ვაკეთებთ ერთი და იგივეს. ხმარობთ პროდუქციას და პროდუქციის მოხმარება მნიშვნელოვანი იმიტომ არის რომ იგრძნოს ადამიანმა რომ მე ეს მართლა მიყვარს, მართლა პატივს ვცემ, მართლა გამოცდილი მაქვს და მართლა დარწმუნებული ვარ რას ვთავაზობ, რა პროდუქციას ვთავაზობ მას და აქედან გამომდინარე მაშინ მე ნდობას ვიწევ და ის ადამიანი მე მომყვება პროდუქციის მოხმარება იქნება თუ ბიზნესის წარმოებაში და ისიც აკეთებს იგივეს. აი ეს არის მარტივად ჩვენი სისტემა, რომელიც მოგცემთ საშუალებას აი ესეთი არაჩვეულებრივი გავრცობა ნახოთ, რადგანაც თქვენს მერე ნებისმიერი ადამიანი დასაქმებული იგივეს იმეორებს და აქედან გამომდინარე ასე იზრდება თქვენი მომხმარებელთა რაოდენობა, იქნება ეს საცალოს მომხმარებელი თუ იქნება გუნდის წევრი, თქვენი ბიზნეს პარტნიორი, ვინც თქვენთან ერთად აშენებს თავის საკუთარ ბიზნესს. ასე ავაშენებთ ჩემი ბიზნესი, რომ გითხარით 30-ზე მეტ ქვეყანაში მაქვს ჩემი ხაზები საქართველოდან გაუსვლელად გაკეთებული.
რა არის ჩვენი უპირატესობა? ჩვენი უპირატესობა არის სწორედ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. თქვენი გამოცდილება უნდა გამოიყენოთ, თუ კი სწრაფად გინდათ შემოსავალი და გინდათ დიდი შემოსავალი, როგორც გითხარით, საწყის ეტაპზე შეიძლება გქონდეთ დაახლოებით 1000 ლარამდე შემოსავალი, 1000-1500 ლარი შემოსავალი და შემდეგში, როდესაც უკვე დადგებით პროფესიონალი, უკვე ისწავლით კარგად, ასე ვთქვათ, მუშაობას, პროდუქციის ფუნქციებს და ასე შემდეგ, მარკეტინგის საფეხურებს სისტემას, როგორ მოქმედებს ეს სისტემა, ეს კონცეფცია, როგორიც არის, უკვე ამაში გეხმარებათ, რა თქმა უნდა, მარტივი და გამოცდილი სისტემა და თქვენ აწარმოებთ, თუ გინდათ სწრაფი შემოსავალი, სწრაფ ნაბიჯებს, ანუ სწრაფ ნაბიჯებს აკეთებთ, სიტყვაზე, ვისაც უნდა ვთქვათ, ექსტრა მხოლოდ 500 ან 1000 ლარი, ეს შეუძლიათ მხოლოდ პროდუქციის საცალო გაყიდვებიდანაც კი აკეთონ და ანუ მათთვის უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები შრომა არის საჭირო ამისთვის, უფრო ნაკლები საათების მოხმარება, ანუ შეუძლია 1-2 საათის დღეში გამოყენებით, 1-2 საათის გამოყენებით შექმნან ეს შემოსავალი. და თუ უნდათ უკვე ბიზნესი სერიოზული, მაშინ უფრო ცოტა მეტი უნდა დაუთმონ სწრაფი ბიზნესი თუ უნდათ ამას გულისხმობთ, თორე ეს ბიზნესი მაინც აშენდება, გინდა არ გინდა ესეთი სისტემა არის, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ვიღაცა შენი გუნდის წევრი ან მომხმარებელი სადღაც იტყვის ამ პროდუქციის შესახებ, სადღაც დაარეკლამებს თავის დაუნებურად და ჩაერთვება კიდევ ვიღაცა ავტომატურად და ეს გეომეტრიული პროგრესის ნიადაგზე თქვენი ბიზნესი იზრდება თავისით, შეიძლება ითქვას. უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, თუ გინდათ სწრაფი წინსვლა, მაშინ სწრაფი ნაბიჯები უნდა აკეთოთ და უფრო მეტ ადამიანს უნდა გააცნოთ ამ კომპანიის და ამ ბიზნეს მოდელის შესახებ. მეტი არაფერი, სხვა რაღაცა განსხვავებული არ არის. მოიხმარეთ პროდუქცია და გააცანით სხვას, შექმნით პატარა გუნდი და როდესაც გახდებით პროფესიონალი, დაეხმარეს ხვებსაც წარმატების მიღწევაში. წარმატების მიღწევაში იგულისხმება მენეჯერი, რაც აღარ ნაღუნიშნეთ და რატომ? მენეჯერის მოგება ეს არის 122%. ანუ დაახლოებით საწყის ეტაპზე 3-დან 5000 ლარამდე შემოსავალი შეუძლია ჰქონდეს ახალ მენეჯერს, ასე ვთქვათ, რომელმაც აგერ ეს არის შექმნა თავისი ბიზნესი, ანუ თვეში ეს შეუძლიათ შექმნან 1 წლის მანძილზე, სწორი მუშაობის, აქტიური მუშაობის საფუძველზე შეგიძლიათ 1 წლის განმავლობაში მიაღწიოთ ამას, რომ თვეში გქონდეთ 3-დან 5000 ლარამდე თვიური შემოსავალი. და რა ხდება ამის მერე? როდესაც ისწავლით უკვე თქვენ ამის, გახდები მენეჯერი და გეცოდინება, გაქვს უკვე გამოცდილება, ასე ვთქვათ, თუ როგორ კეთდება ეს, უკვე შენი გუნდის წევრებს დაეხმარო, მათაც მოიპოვონ ეს სტატუსი მენეჯერი, ანუ 122%-ის მოგებაზე გავიდნენ და შენთვის ეს ნიშნავს ექსტრა 6% შემოსავალს. ამას ცოტა მოგვიანებით უფრო დაწვრილებით სლაიდზე განახებთ. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ თანხებს, რაც შეეხება, ანუ რა თანხებზეა საუბარი. გაყიდვებით, როგორც უკვე გითხარით, საცალო გაყიდვებიდან, თუ გეყოლებათ 15-20 კლიენტი, ანუ 15-20 საცალოს მომხმარებელი, ვისთანაც გაყიდვებს აწარმოებთ, თქვენი შემოსავალი დაახლოებით თვეში იქნება 750.000 ლარი. ხოლო თუ გეყოლებათ დასაქმებული 15-20 ადამიანი, ან 15-20 მომხმარებლიდან 1000 ლარამდეა შემოსავალი, ხოლო 15-20 გუნდის წევრი, თქვენი შემოსავალი იქნება დაახლოებით თვეში 2500-დან 5000 ლარამდე. ოღონდ ეს 15-20 ადამიანი არ იგულისხმება, რომ თქვენ დაასაქმეთ. არა, თქვენ შეიძლება დაასაქმოთ 2-3 ადამიანი და მიეხმაროთ ამ 2-3 ადამიანს, რომ გააორცოს თავისი ბიზნესი და ისინი დაასაქმებენ სხვებს, მერე მათი დასაქმებულები დაასაქმებენ სხვებს და ასე შემდეგ. ანუ არა მარტო ასაქმებენ სხვებს, თან აწარმოებენ საცალოს გაყიდვებს, თან ასაქმებენ ადამიანებს პარალელურად. ანუ აი ამის ნიადაგზე, როგორც აქაც არის წარმოდგენილი, 20-დან 122%-მდე გექნებათ მოგება გუნდიდან, თქვენი ქსელიდან, რაც ჯამში წარმოადგენს 2500-5000 ლარს. ხოლო აი წეგან რაც გითხარით, როდესაც გახდებით თქვენ თვითონ 122% მოგებაზე გახვალთ და თუ გინდათ რომ ეს თქვენი 5000 ლარი გაზარდოთ, მაშინ თქვენი გუნდის წევრებს უნდა დაეხმაროთ, ისინიც გავიდნენ 122%-იან მოგებაზე. ანუ ისინიც მათაც მოიპოვონ სტატუსი
მენეჯერი, ანუ მენეჯერის სტატუსი ნიშნავს ამას 122% მოგებას ჯამში. რაც თქვენთვის ნიშნავს ექსტრა, ანუ 122-ის გარდა 122 გაქვთ არა მენეჯერული გუნდიდან, ქსელიდან, ხოლო მენეჯერების ქსელიდან, ანუ იმ თითოეული მენეჯერიდან და მისი გუნდიდან პირველი თაობიდან გექნება 6%, მეორედან 3 და მესამედან 2%. რაც იქნება თქვენთვის უსერიოზულესი შემოსავლის წყარო, რომელიც აჭარბებს 50,000 ლარს თვეში. პირადად ჩემი შემოსავალი დავინტერესდი წლიურზე და წინა წლის გამოვითვალე მხოლოდ საქართველოსი და საბერძნეთის ანუ ემიგრაციაში საბერძნეთში ვიყავ, იქ დავიწყე ეს ბიზნესი, ამიტომ აღნიშნე ეს ორი ქვეყანა. გამოვიდა 126,000 ლარი და აღარ დამიანგარიშებია, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო ამისი გამოთვლა, არ დამიანგარიშებია დანარჩენი ქვეყნები. ეს იყო წლიური შემოსავალი. შეგახსენებთ, რომ ეს ბიზნესი დავიწყე ყოველგვარი დაბანდების, ყოველგვარი რისკის გარეშე, არც ერთი თეთრი არ ჩამიდია, იმიტომ რომ ვიყავი ემიგრანტი და არ მქონდა ამისი საშუალება, რომ რამე დამებანდებინა ამ საქმეში, ისედაც არ ითხოვს არაფრის დაბანდებას, მაგრამ საერთოდ აღნიშნავ, ხარჯი იყო 0 და დღეს მე მაქვს ესეთი შემიძლია თამამა თქვა, ნებისმიერისთვის სასურველი ბიზნესი, რომელიც გავავრცე 30-ზე მეტ ქვეყანაში და სრულიად მშვიდად კორონავირუსი იქნება თუ რამე სხვა სახელის მქონე ვირუსი იქნება თუ კრიზისი კი არა და каранტინი იქნება თუ რა იქნება არანაირი ანუ შეგიძლიათ მშვიდად აწარმოოთ, იმიტომ რომ არანაირი საფრთხე ამ პროდუქციის მოხმარებას არ უწერია არასოდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის ბონუსი, ანუ მე-13 ხელფასები, ანუ გარდა იმ ყოველთვიური შემოსავლებისა, გვაქვს მე-13 ხელფასები. ჩვენი კომპანია, მინდა გითხრათ, რომ არის საკამაოდ გულუხვი კომპანია და ძალიან თამამად აჯილდოვებს და ასაჩუქრებს თავის თანა ბიზნეს პარტნიორებს უსერიოზულესი მე-13 ხელფასებით, მე მგონი მეთანხმებით. ეს იყო ყველაზე დიდი ჩეკ ბონუსი, რაც გაიცა 2020 წლის აპრილში 1,344,606 დოლარი. ეს იყო ექსტრა მე-13 ხელფასი. ხოლო ეს კი გახლავთ ხუთეული, ყველაზე დიდი ანაზღაურებით, ყველაზე დიდი მე-13 ხელფასები, ვინც აიღეს. თორე ისე არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იღებენ ამ პროგრამაში მონაწილეობას. აი ეს გახლავთ ჩემი ფავორიტი, აღნიშნავ აუცილებლად, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს გაინტერესებთ. ეს არის ადამიანი, რომელიც გახდა მილიონერი Forever-ში და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც გაიზარდა ბავშვთა სახლში. ეს არის კიმ მაცონი, ერთ-ერთი ლიდერი GLT, ანუ გლობალური ლიდერთა გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე მგონი თქვენთვის უკვე ნათელია, რომ ეს ბიზნესი შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი სოციუმის წარმომადგენელმა თამამად ყოველგვარი დაბანდების, ყოველგვარი რისკების გარეშე. ასევე ჩვენ გვაქვს მანქანის პროგრამა, რომელსაც შერჩა უბრალოდ სახელი, შეუნარჩუნდა სახელი, თორე ეს უკვე არის თანხა, რომელსაც გირიცხავს კომპანია და გინდა იყიდი მანქანას და გინდა არ იყიდი მანქანას. ეს არის ეს გახლავართ მე თვითონ, ვინც არ მიცნობთ, ეს კი ჩვენი გენერალური დირექტორი, უსაყვარლესი ადამიანი და არ ვიცი, უსანდოესი ბიზნეს პარტნიორი ილქე რიშმენი, ვისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ დამთანხმდა და ბოლოს საქართველოში ამ ადამიანის წყალობით უბრალოდ ამ ადამიანების წყალობით გვაქვს კომპანია და გვაქვს ეს პროდუქცია წარმოდგენილი, ანუ მე 10 წელი ვიბრძოდი ამის გულისთვის, რომ ეს კომპანია საქართველოში გახსნილიყო. და ეს მანქანის პროგრამა მე მოვიგე შაშან დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერში და ნიშნავს რას? დეკემბრიდან მოყოლებული კომპანია მიხდის ყოველ თვე ექსტრა $400 ჩემს ანგარიშზე 3 წლის განმავლობაში ყოველ თვე. ასეთი გვაქვს 3 ლეველის, მე მოვიგე პირველი ლეველი, აქ მითითებულიც არის, აი პირველი ლეველი. ასეთი არის 3, ეს არის 400-იანი, მეორე არის 600-იანი და მესამე ლეველი არის 800 ევროიანი. ერთი სიტყვით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება და შეგიძლიათ ეს გააკეთოთ 7-ჯერ Forever-ში არსებობის მანძილზე.
გარდა ამისა, თქვენი კარგი მუშაობისთვის, თქვენი წარმატებული მუშაობისთვის, რაც ჩვენთან ნიშნავს რას? წარმატებულად Forever-ი მაღიარებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდში გავზრდი, ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში წარმატებულ ადამიანებს. და რაც უფრო მეტ ადამიანს დავეხმარები წარმატების მიღწევაში, მით უფრო წარმატებულად მაღიარებს და მით უფრო მეტი საჩუქრებით დამაჯილდოვებს. და ერთ-ერთი არის სამოგზაურო ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ესეც მოვიგე შარშან სიდნეიში მოგზაურობა, რომელიც სწორედ კარანტინის პერიოდს დაემთხვა და სამწუხაროდ ვერ წავედი, მე კი არა, სახლიდან ვერ გავდიოდი სიდნეის ვინჩივის. ერთი სიტყვით, აი ესეთი არაჩვეულებრივი შემოთავაზებები და პირობები აქვს Forever-ს, ეს კი გახლავთ ჩემი გუნდის წევრები, აგერ 8 ადამიანი, ვინც ვიყავით სწორედ მე-13 ხელფასების გადაცემის ცერემონიალზე სტოკჰოლმში 2019-ში. ესენი არიან ჩვენი გენერალური დირექტორები წაღანვინც განახეთ ილქერიშმენი და მისი მეუღლე არაჩვეულებრივი ქალბატონი რეიჰან იშმენი და აი ეს არის ის გლობენის სტადიონი, სადაც გაიმართა ეს უგრანდიოზულესი ივენთი, არ ვიცი, რაღაც სასწაული ტექნოლოგიით, პირველად ვნახე მოციმციმე იატაკი, სადაც წარწერები მიდიოდა და თამაშდებოდა, ასე ვთქვათ, წარწერები და კადრები, არაჩვეულებრივი სანახაობა იყო და თვით აბა მღეროდა ჩვენთვის მთელი 1 საათის განმავლობაში. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა. მე და ჩემი გოგოები რო იტყვიან თვალებს, არ ვუჯერებდით, რომ აბა იდგა ჩვენს თვალწინ ცოცხლად და მღეროდა სრული შემადგენლობით Forever-ისთვის. ეს კი გახლავთ 2021 წლის მოგზაურობები ჩვენი, რა თქმა უნდა, ყველაფერი წინასწარ ვიცით, თუ ვაიმე რა გავაკეთე უკაცრავად. გათიშვა მინდოდა და სულ გავთიშე ყველაფერი. აგერ ვართ. ესე იგი, ეს გახლავთ 2021 წლის მოგზაურობები, ჩვენ წინასწარ ვიცით ყოველთვის რა დროს, სად, რა ივენთი იმართება. 1 წლით ადრე არის ყოველთვის დაგეგმილი ყველაფერი. ანუ ეს არის არწივი მენეჯერების მოგზაურობა Phoenix-ში, სადაც იმართება, სადაც არის ჩვენი სათაო ოფისი. პირველ სლაიდზე არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა ყურადღება, ეს ჩვენი სათაო ოფისი გახლდათ. ჩვენს პლანტაციებზე მოგზაურობა, ანუ დაგვათვალიერებინებენ პლანტაციებს, ის ქარხნები, რაც წეგან ვიდეოში ვნახეთ, ყველაფერს ამას ჩვენი ბეთვალით ვნახავთ, რა როგორ იწარმოება ეს ყველაფერი, თითოეული ნიუანსი, ანუ ყველა წვრილმანში გახედებს, როგორც ბიზნეს პარტნიორს, იცი აბსოლუტურად ყველაფერი, რა, როგორ კეთდება, როგორ იწარმოება, როგორ იფუთება, როგორ იგზავნება, რა კვლევა utardeba. ამიტომ აღვნიშნე დასაწყისში, რომ მე ძალიან დიდი სიყვარული და დიდი რწმენით რეკომენდაციას უწევ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, როგორ მზადდება ეს ყველაფერი და ზუსტად ვიცი რა ხარისხზეა საუბარი. როგორც ჩემს ერთ-ერთ მოსაუბრეს ამას წინათ უთხარი, მთელი თქვენი აფთიაქების პროდუქცია, მთელი წარმომადგენლობის, რაც არის კვებითი დანამატების იქნება თუ აფთიაქში წარმოდგენილი მედიკამენტების ერთ პინაზე რომ დადოთ, მეორე მხარეს ჩემი ერთი ალოე გადაწონის თავისი ხარისხით. აი ეს არის სიმართლე. და მეორე მოგზაურობა არის ისევ ავსტრალიაში, რადგანაც აქ უკვე გამზადებული არის ყველაფერი, ისევ ავსტრალიაში და ისევ სიდნეიში. ეს არის ასევე ყველა ხარჯის ანაზღაურებით 2 ადამიანზე გათვლილი და იმედი მაქვს, რომ მარტო არც წერს ხო საერთოდ არ ვიყავი, მაგრამ მარტო არ ვიქნები მომავალ წელს, იმიტომ რომ შარშან ერთმა მოვიგე საქართველოსდან ეს მოგზაურობა და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს თანამოგზაური მეყოლება. ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასებო, ყველანაირად ვეცადე, რომ თქვენთვის ძალიან კარგად ამეხსნა და ყველა ნიუანსი გამეხსენებინა და არაფერი გამომრჩენო და თუ რა პირობებს, რა არაჩვეულებრივ ანაზღაურებებს გვთავაზობს Forever-ი, ეს არის განსაკუთრებული ცხოვრების სტილი, იმიტომ რომ არ ვიცი, ასე მშვიდად, როგორ შეგიძლიათ აწარმოოთ ბიზნესი სახლიდან, ეს არის თანამედროვე, ასე ვთქვათ, ბიზნესის წარმოების, საუკეთესო ბიზნესის წარმოების სტილი.
წაღანაც აღნიშნე, ქსელური მარკეტინგი ეს არის 21 საუკუნის ყველაზე წარმატებული ბიზნესი და თანაც ჩვენს კომპანიაში ყოველგვარი რისკის და ყოველგვარი დაბანდების გარეშე. ეს გახოთ ჩემი რამდენიმე თვის ანაზღაურება საქართველოსი, რომელიც წარმატების დღეზე იანვარში გადმოცა ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა. შემდეგი რაც უნდა აღვნიშნო აუცილებლად ეს არის მემკვიდრეობითი შემოსავალი. რასაც ქმნით, რასაც შექმნით, მესამე თაობამდე სიღრმეში გადაეცემა თქვენს მომავალ თაობებს, ანუ თქვენ შვილს, მერე თქვენ შვილიშვილს და მერე თქვენ შვილთაშვილს იცხოვრებენ ამ ბიზნესით. ასე რომ არა მგონია რომელიმე ბიზნესმენს შეეძლოს ასე თამამად დაუტოვოს ასეთი მყარი ბიზნესი, როგორიც არის Forever-ი, იმიტომ რომ ეს პროდუქცია ყოველთვის მოხმარებადი იქნება, ყოველთვის ბრუნვადი იქნება, ასე ვთქვათ, ყოველთვის აწარმოებს ბრუნვას, ისეთი ხარისხის და ისეთი სეგმენტის პროდუქციას ამზადებს Forever ეს ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ და განსაკუთრებით კი, როგორც გითხარით, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მის გასახანგრძლივებლად არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც მხოლოდ ალოე აღარ ვლაპარაკობ სხვა დანარჩენ პროდუქციაზე. და ეს არის ყოველთვიური რეგულარული შემოსავალი. იყავით მშვიდად ამ ბიზნესის წარმოებით, შეგიძლიათ უბრალოდ იყოთ მშვიდად, იმიტომ რომ არანაირი რისკ ფაქტორი არ არსებობს არც განმავლობაში, ანუ არც მუშაობის პროცესში. იმიტომ რომ სისტემა არის გამართული, გამოცდილი 42 წლის მანძილზე და რაც თავარია, არ ხართ მარტო. ამ ყველაფერს აკეთებს შენ სპონსორთან და შენს მენეჯერთან ერთად. ანუ დახმარების ხელი გაქვს ორი, ერთი არის შენი სპონსორი, მეორე შენი მენეჯერი. და რა თქმა უნდა, მე ჩემს დახმარებას თავაზობ ყველა ჩემს გუნდის წევრს, ჩემი 13 წლის გამოცდილებას, რომელიც საკმაო გამოცდილება მაქვს და საკმარისი ცოდნა, რომ ზუსტად ვიცი რა უნდა გააკეთოთ და როგორ დაგიდგეთ და ხშირად ვამბობ ხოლმე ამას. არ არსებობს ისეთი რა პრობლემა უნდა იყოს, რომ მე ის გავლილი არ მქონდეს, იმიტომ რომ მარტო მავაშენე ეს ბიზნესი და თანაც ძალიან მძიმე პერიოდში ემიგრაციის დროს. ასე რომ თქვენს გვერდით ვარ, თუ კი მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დრო არ ითმენს, იმიტომ რომ ამ ბიზნესს დრო სჭირდება, ეს არ არის დღეს დავიწყე და ხვალე ათასები ირიცხება და მილიონები ირიცხება ჩემს ანგარიშზე. რა თქმა უნდა, ამის გავრცელებას და ამის გაზრდას დრო სჭირდება, თუმცა ეს დრო შეიძლება იყოს 1 ან 2 წელი, ასე რომ თუ წარმოიდგენთ, უпростоრე თუ გინდათ რომ დაინახოთ, არჩევანი გააკეთოთ, ღირს თუ არა ეს ყველაფერი, ასეთი შედარება შეგიძლიათ, ასეთი წარმოდგენა შეგიძლიათ გააკეთოთ. დაჭერით და დაფიქრდით, რა გექნებათ, თქვათ, 5 წლის მერე თუ კი იგივე კეთებას გააგრძელებთ, რასაც აკეთებდით დღემდე. რა ცხოვრება იქნება? ანუ მე წარმოგიდგინეთ, Forever-ი რას თავაზობთ, თუნდაც მის ყოველდღიურობას, თავის საქმიან ატმოსფეროს, თავის მოგზაურობებს, იმ არაჩვეულებრივ ატმოსფეროს, რაც სამსახურში არსებობს, იმ არაჩვეულებრივ დახმარებას თქვენი ზემდგომი წარმომადგენლებისგან და იმ გარანტიებს, რაც თუ კი მიყვებით ამ ბიზნესს, რომ აუცილებლად გექნებათ ის შემოსავლები, რაც იყო წარმოდგენილი და რას მოგიტანთ იგივე საქმის კეთება, რასაც აკეთებთ დღემდე. აი ეს შედარებები უნდა გააკეთოთ, რომ განსაზღვროთ, გავაგრძელო იმის კეთება, რასაც ვაკეთებ, რა ცხოვრება მექნება 5 წლის მერე, რას მომიტანს ეს 10 წლის მერე. თუ დავიწყო პარალელურად Forever-ის კეთება და უნდა განსაზღვროთ, რას მოგიტანთ 5 წლის მერე Forever-ი, რას მოგიტანთ 10 წლის მერე და რას მოუტანს მერე თქვენს შვილს, რომელსაც ექნება მყარი ბიზნესი და მშვიდად იქნებით, რომ მას არასოდეს მოშივდება და არასოდეს ასე ვთქვათ გაუჭირდება. აი სრულად უნდა განიხილოთ და არა ერთი ნაბიჯით, მაგალითად, ამას გავრცელება უნდა, არა ამას ვერ გავაკეთებ. ამას ლაპარაკი უნდა, ამას ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი ადამიანი ვლაპარაკობთ, ნებისმიერ საქმეს უნდა მცდელობა, ნებისმიერ საქმეს უნდა მონდომება. უბრალოდ Forever-ში ეს ყველაფერი ასმაგად ფასდება და არასოდეს ამ საქმიდან ვერავინ ვერ გაგანთავისუფლებთ, ვერ წაგართმევთ ამ ბიზნესს, არ გაჩერდება ეს საქმე, იმიტომ რომ ამ პროდუქციას მომხმარებელი ეყოლება ყოველდღე და მუდამ. არჩევანი თქვენზეა. წარმატების ფაქტორები, ანუ რა უნდა აამუშაოთ, გააქტიუროთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. პირველი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, ანუ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ბიზნესს, სხვანაირად გამორიცხულია ბიზნესის და მithumetes
დიდი ბიზნესის წარმოება და დაისახოთ დიდი მიზნები, იმიტომ რომ Forever-ში ნამდვილად შეგიძლიათ ყველა თქვენი დიდი მიზანი განახორციელოთ და მართლა ზღაპრული ცხოვრება გქონდეთ თქვენს და თქვენი ოჯახის წევრებსაც და რაც ყველაზე მთავარია, განამარტოთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენს გარშემო ნებისმიერ ადამიანს შესთავაზოთ ეს ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ მათ სთავაზოთ დასაქმებას, თქვენთან პარტნიორობას, რაც სინამდვილეში ნიშნავს მათ კეთილდღეობას, ანუ თქვენი წარმატება რაზეა დამყარებული? თუ კი ამ ადამიანს დაეხმარებით და ისიც მიაღწევს 122%-იან მოგებას, ანუ იმ 3-დან 5,000 ლარამდე საწყის ეტაპზე შემოსავალს. აი ამის ნიადაგზე გაღიარებთ კომპანია წარმატებულად. ხშირად შეხვდით ერთმანეთს. ხშირად უნდა შეხვდეთ ერთმანეთს, იგულისხმება თქვენი სპონსორი და თქვენი მენეჯერი, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი გამოცდილების თქვენთვის გადმოცემა. სხვა შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება გაგიზიარონ მათ თავისი გამოცდილება და თავისი ცოდნა. იქნება ახლა ეს ონლაინ თუ იქნება ესე როგორ ვთქვა, შეხვედრებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია კონტაქტზე იყოთ ყოველდღე. იყავით მამაცები. მოდით დავიწყოთ აქედან. მოიხმარეთ პროდუქცია იმისთვის, რომ იყოთ მამაცები შეთავაზების დროს, ანუ იმისთვის, რომ დასაბუთებული და ნამდვილი არგუმენტები წაუყენოთ ადამიანებს, რომლებიც შემოგეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ, რაღაცას არ დაიჯერებენ. ამისთვის საჭირო არის თქვენი გამოცდილების ქონა, თქვენი სიმართლის ქონა, რომ თქვენ ამ პროდუქციის მომხმარებელი ხარ და ზუსტად იცით მართლაც რას აკეთებს ეს პროდუქცია და მართლაც რომ სასწავლო მოქმედია ალოე. ეს მოგცემთ იმ სითამამეს, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, რომელიც დასაწყისში ჩამოთვალე, არ აქვს მნიშვნელობა პროფესორი იქნება თუ აგერ 18 წლის ადამიანი, რომელიც ეს არის გახდა სრულწლოვანი, რომ შესთავაზოთ ეს ბიზნესი. მე თუ მკითხავთ, სწორედ ახალგაზრდებს უნდა შევთავაზოთ, იმიტომ რომ ისინი ეხლა იწყებენ ცხოვრებას და ეხლა მყარდებიან და ეხლა ქმნიან თავის მომავალს და სწორედ ასეთი ბიზნესი უნდა შექმნან, რომელიც არის მათი შემოსავლის მყარი გარანტია და სტაბილური შემოსავალი, რომ მათ მომავალს არანაირი საშიშროება არ დაემუქროთ. და ბოლოს, იყავით ორგანიზებული, რა თქმა უნდა, იმ ყველაფერზე, რაც მოისმინეთ, ეს ყველაფერი ფაქტორი, რაც ახლა აქ არის წარმოდგენილი, ამ ყველაფერს სჭირდება კარგი ორგანიზება, რაშიც ისევ და ისევ მოგეხმარებათ თქვენი სპონსორი, გამოცდილი, თქვენი მენეჯერი, მე, თქვენი მონამორჩილი და ერთად მივაღწევთ ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ წარმატებას, იმიტომ რომ როგორც ეგან გითხარით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 1%-მა იცის Forever-ის შესახებ. ასე რომ ხალხი დასასაქმებელია. 99% ადამიანების დასასაქმებელია, დარჩა უმუშევარი ამ კრიზისის გამო. ეს ხალხი ითხოვს სამუშაოს, ითხოვს დასაქმებას, ითხოვს შემოსავალს. თქვენ მთავარია უბრალოდ ისწავლოთ ეს ყველაფერი, რა არის ეს ნიუანსები იცოდეთ ზეპირად, რომ მე შეძლოთ ამ ადამიანისთვის სრულყოფილი სურათის მიწოდება და არა რაღაც ამონარიდები აქა-იქა პაზლივით, ანუ პაზლს როგორც აკლია, თუნდაც ერთი ნაწილი, ის უკვე სიმახინჯეა და იმ სილამაზეს კარგავს, რაც იქ არის გამოსახული, ზუსტად ასე არის ეს საქმეც. თუ რაღაცას მოაკლებთ, რამდენად გრანდიოზულია ეს საქმე, კარგავს თავის ეშხს და თავის ამ დიდებულებას, რა კომპანიაც არის, ასე რომ აუცილებელი არის პატარა დატრენინგება, ასე ვთქვათ, გაიაროთ, ეს უბრალოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში ისწავლით ამას, ანუ რამდენ ხანში მოინდომებთ ამ ბიზნესის შესწავლას, ამ ნიუანსების შესწავლას, რომ შეძლოთ მერე დამოუკიდებლად ამ საქმის გაკეთება და წარმატების მიღწევა. თორე წარმატება გარდაუვალია ჩვენთან, ისეთი სისტემა გვაქვს, ისეთი მოდელი გვაქვს ბიზნესის და ისეთი პროდუქციას აწარმოებს ეს კომპანია. ერთი სიტყვით, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიიღოთ თავისუფლება, მართლაც აი დამეთანხმებიან ჩემი პარტნიორები, ვინც მისმენენ დღეს და საერთოდ ვინც არიან, რომ რამდენად ტკბილ თავისუფლებას მოიპოვებ, რამდენად მშვიდად გძინავს ხვალინდელი დღის იმედით და ზუსტად იცი, რომ დღეს ესაც აკეთებ, დღეს ხარ წარმატებული და ხვალე უფრო წარმატებული ხდები, ზეგ უფრო მეტად წარმატებული და მაზეგ უფრო მეტად და ასე შემდეგ. ანუ ეს ეხება თქვენს ჯანმრთელობასაც, თქვენს სილამაზესაც და თქვენს ბიზნესაც. ამის გამო მოიპოვებთ თავისუფლებას და მშვიდ ფსიქოლოგიურ განწყობას, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახის წევრებისთვის.
ძალიან დიდი ყურადღება მინდა მოგახსენოთ, ვინც ბოლომდე დარჩით და მომისმინეთ. ეხლა კი გადავიდეთ კითხვებზე, თუ კი არსებობს კითხვები, რაც ვერ გაიგეთ, არ მოგერიდოთ. ძალიან გთხოვთ, ვინც პირველად ისმენთ, შემეკითხეთ, რაც გაურკვეველი დარჩა თქვენთვის, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის ეს ნიუანსები, რაც Forever-ს აქვს, კარგად გადმოგცეთ, რომ თქვენ ეს კარგად გაიგოთ და თქვენი როლი არის უკვე მერე ეს ყველაფერი მოირგოთ თქვენ სპონსორთან ერთად და მენეჯერთან ერთად, ანუ შეგირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სტილი, ნაბიჯები, რა გინდათ იმის მიხედვით, ანუ რამდენ ხანში რა შემოსავალს გინდათ მიაღწიოთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ძალიან კარგად იყოს გაგებული თქვენს მიერ. ასე რომ თუ რამე არ იყო გასაგები, აუცილებლად უნდა მკითხოთ. თუ გინდათ ჩეტში დაწერეთ, თუ გინდათ მიკროფონი ჩართეთ, მკითხეთ და ვისაუბროთ.